საღამოშიდობის ეთერშია ბურთი და მოედანი. საუბრობთ ფეხბურთზე სტუდიაში დღესაც შემცირებული შემადგენლობით ვიქნებით წამყვანები. ლევან სალუქაძე ჯერ არ დაბრუნებულა საქართველოში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მიულოცო ქართული ხელბურთის სკოლას ძალიან წარმატებული ტურნე ახალგაზრდული გუნდებისა ესპანეთში, სწორედ ამის გამო არის რომ ლევანი ორი კვირა ვერ უძღვება დღევანდელ გადაცემას, თუმცა ეს აბსოლუტურად საპატიო მიზეზია და მართლაც ძალიან წარმატებულად გამოვიდნენ გუნდები, როგორც გოგონები განსაკუთრებით, ესევე ბიჭებიც, ვთქვათ ამ ესპანურ ტურნირებზე. შესაბამისად დღეს ლაშა სილაგავა და ბიძინა ბარათაშვილი ვიქნებით მხოლოდ აქეთ მხარეს და გვყავს ამ სტუდიის ხშირი სტუმრები, ექიმები, ამ შემთხვევაში ჩვენ მათი პაციენტები არ ვართ, ამ შემთხვევაში მათი მეგობრები და თანამოსაუბრეები ვიქნებით. სანდრო ჩირინაშვილი და დათო ნანობაშვილი გვეყოლებიან სტუმრად. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. ვისაუბრებთ რა თქმა უნდა საქართველოს ნაკრების შესახებ. ახლოვდება მსოფლიო ჩემპიონატი და აგერ გაირკვა ბოლო 6 გუნდი, რომელმაც მოიპოვა უფლება ითამაშოს მუნდიალზე ივნისში, ამასაც ამ თემასაც შევეხებით, მაგრამ იქამდე ვიდრე ამ ყველაფერზე ჩვენ სტუმრებთან ერთად ვისაუბრებდეთ, მინდა ერთი სიუჟეტი შემოგთავაზოთ. გასულ კვირას გაიმართა გიგას თასი. ეს არის გიგა ლაპიაშვილის შარშან გარდაცვლილი ძალიან ნიჭიერი მხატვრის და რაც თავარია ფეხბურთის ენთუზიასტის სახელობის ტურნირი, რომელიც სტაბახმელის ძალიან ლამაზმა სტადიონმა უმასპინძლა. 55 გუნდი მონაწილეობდა 1100 ბავშვი 6 ასაკობრივ კატეგორიაში. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ტურნირის ორგანიზატორებს, მამაშვილ ეხვაიებს, ლაშა ეხვაიამ სწორედ მოგვაწოდა ეს სიუჟეტი, რომელიც მომზადდა ამ ტურნირთან დაკავშირებით. მე ცილად და პატივი, ეს არის გიგას და ნინო და აგერია უფროსი ეხვაია, იქ არის ლაშაც, დაჯილდოვდნენ ბავშვები როგორც ინდივიდუალური პრიზებით, ასევე მონაწილეობა მიიღეს ამ დაჯილდოებაში ოჯახის მეგობრებმა, ქართული კულტურის ძალიან დაამატო ქართული ცნობილმა წარმომადგენლებმა. იქ გამოჩნდება ინზე ლიეპა, ამ ოჯახის მეგობარი, ძალიან ცნობილი მოგხსენებათ მსოფლიო მასშტაბის ბალერინა, რომელიც ასევე ესწრებოდა ამ დაჯილდოებას. მე მომიწია 200 ბავშვის დაჯილდოება, ესე იგი რაღაცა კურიოზები აუცილებლად ახლოს ხოლმე ყველაფერს და ჯერ მიქნესო ან სიტყვით გამოდი ან დააჯილდოვებო და ხშირად პატარა ბავშვის ახლა ნახე ჩემი სიტყვა და დააჯილდოვებ ჯობია თქო და 200 ბავშვისთვის მომიწია და ისე რა ქვია გუნდის წარმომადგენლებისთვის ნედლებით ჩამოკიდება რაც ეხლა თათ იოლის საქმე ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ასეთი ბედნიერი სახეები და ასეთი ბედნიერი ბავშვები ხედავთ თქვენ ამ ყველაფერს ძალიან იშვიათად მინახავს და 200 კი 400 რო ყოფილიყო, ამასაც სიამოვნებით გავაგრძელებდი. ეს ტურნირი, როგორც მითხეს ორგანიზატორებმა, მუდმივი იქნება, მუდმივი მოქმედი, ანუ მომავალ წელსაც გაიმართება. გიგა იყო საოცრად დიდი ენთუზიასტი, მისის ინიციატივით შეიქმნა ეს გუნდი, სკოლა, ჯერ საფეხბურთო სკოლა ვერა, რომელიც ნიკოლაძის ტექნიკუმის, სამხედრო ტექნიკუმის ეზოში, იქ მდებარე მოედანზე დაფუძნდა და იქ შეიქმნა ეს გუნდი, რომელსაც სხვა შორის სწორედ ლაშას ხელმძღვანელობით მოიპოვა გამარჯვება ერთ-ერთ კატეგორიაში, ანუ 2014 წელს დაბადებული ბავშვები გახდნენ გამარჯვებულები, რაც ალბათ სიმბოლურია. სხვა შორის
აუცილებლად აღსანიშნავია გიგა თვითონ ძალიან კარგად თამაშობდა ფეხბურთს ჩვენი ეზოს მუდმივი ჩემპიონი იყო როდესაც ერთმანეთში ფეხბურთს თამაშობდით ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდი ჩვენ და მერე ამ ბავშვებისთვის თვითონ ყიდულობდა ფორმას აი ეს შემოიკრიბა ეს ენთუზიასტები და აი შედეგი არის რომ როგორც გითხარით 1100 ბავშვი მონაწილეობდა 55 გუნდი. სხვაჩვენს ფანტასტიკური სტადიონი ყოფილა, მე პირველად ვიყავი და მინდა დიდი მადლობა გადაუხადო იმ ხალხს, ვინც ჩართული იყო ამ სტადიონის მომზადებაში. რამდენჯერმე გადავიდო ტურნირი ბუნებრივი პირობების გამო ხა ზამთარია მოგახსენებათ ეხლა თოვლი იყო ხა იქ რაღაცა და გაიწმინდა შესანიშნავი ატმოსფერო, მშობლები, გულშემატკივრები, სუხიშვილების ანსამბლმა ცალკე პრიზები დააწესა, თვითონ ოჯახმა ნინომ ეს 200 მედალი აგერ მე მომიწია რომ გადამეცა ბავშვებს, მოკლედ იყო საოცარი ატმოსფერო და აი თუ რაც უფრო მეტი იქნება ასეთი ტურნირი, ალბათ მით უფრო წაადგება ეს ყველაფერი ქართულ სპორტს და ვინც ის იქ ამ ბავშვებში რამდენი მომავალი ვარსკვლავის და სხვა შორის მწვრთნელებიც მინდა აღვნიშნო იქ დათო ოდიკაძის ზარწირდება დიდი წარგენა გულშემატკივრისთვის მისი ის არის თბილისის მწვრთნელი რომელსაც 2013 წლიანებში მოიპოვა გამარჯვება ძალიან კარგი იყო იბერია იმიტომ რომ კიკე ხვისტანი არიან მწვრთნელი სამ ასაკობრივ კატეგორიაში მოიპოვეს მათ გამარჯვება რომ უყურებდნენ ბავშვებს და ნუ ერთი მეორეზე უფრო ბედნიერი სახეები რაც რა ვიცი ხა ძალიან ესეთი ამაღელვებელი სანახაობა იყო ეს ყველაფერი და დიდი მადლობა მინდა ამ ხალხს გადაუხადო ყველას მე მგონი ჩვენი სახელი და ამ მასშტაბის ღონისძიება საერთოდ ყოფილა როდისმე. მე ყოველთვის არ გამიგია ხა თან ეს არ არის თქვა არ ამგონია როდისმე. არა თან წარმოგიდგენე ეს ეს ხო არ ხდება ვთქვათ რაღაცა აი ამ ენთუზიასტების ჯგუფმა მოახერხა ის რომ ამხელა საფეხბურთო ფესტივალი ფაქტობრივად მე მახსენდება და ბერჯერ მithქვამს ხოლმე ამ სტუდიაში მიხსენებია მაისი როცა იყო ბავშვთა გუნდი და ისე ჩვენი უბნელი იყო ვერელი ძალიან კარგი მინიფეხბურთის და არა მარტო მოთამაშე კოტე ჯალიაშვილი რომელმაც გაზარდა ეს თაობა მე აი და ორი გუნდი ბოლოს ორი გუნდი წავიდა და იმაში რა ქვია ჯერ ერთი გუნდი წაიყვანა ამერიკაში და დიდ ფესტივალში გაამარჯვება და მეორე წელს ორი ასაკობრივი გუნდი წაიყვანა და ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. ხტები ანუ და აი ესეთი მასშტაბის ფაქტიურად ეს იყო რა ქვია მოედანი გაყოფილი იყო უბრალოდ აქეთ-იქ მიდიოდა ეს მატჩები და თან ეს როდის ხდება ეს წინა კვირას ქარი კი ამ წაიღო ნახევარი საქართველოს ამ ხელა მასშტაბის ღონისძიება არა საოცრება იყო მე რანაირად წარმოვიდგენდი ახლა მე ანუ იქ იყო 6 ფინალი 12 გუნდი რომელსაც აი მე ამ მედლებით ღმერთმა გვიმრავლოს და ღმერთმა მოგცეს საშუალება რომ 2000 მედალი გადაგეცეს. არა, რასტაფარაკობ კაცო დასაჯდოებელი იყოს ვინმე და მაგას როგორ დავზარდებით, ხო? კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სკოლა ვერას და აი ამ ორგანიზატორებს განსაკუთრებით აი ეხვაების ოჯახს მინდა მოვეფერო და მადლობა უთხრა ამ გაწეული სამუშაოსთვის და რა თქმა უნდა ნინო ლაპიაშვილსაც რომლის მონაწილეობამაც კიდე გაახალისა და რაღაც აბსოლუტურად სხვა პეცინით საყველაფერი მას იქ რაც ხდებოდა. კარგი, ახლა მოდით ცოტა უფრო ტრივიალურ რაღაცებზე გადმოვიდეთ და უკვე გაზრდილი ქართველი ფეხბურთელები ეს გამოსვლა შევაფასოთ, ცოტა უფრო სევდიან თემაზე გადმოვდივარ. რას მეტყვით, აგერ ორი სანდრომ დაიწყოს. სპეციალისტი, კაი, მოდი სანდრო შენ დაიწყე და შენ სანაკრებო თამაშებზე მოდიხარ ხოლმე. მეცილაც ალაპარაკო და შენი მოსაზრებები გვაინტერესებს ისრაელთან ფრედ ნათამაშებ შეხვედრაზე და ასევე მოგებულ მატჩზე რომელიც ლიტვაში გავმართეთ. მოგესალმები მაყურებელს ძალიან სასიამოვნო ინფორმაციაა რომ ჩვენი ბავშვებს ამხელა სიხარული მოაქვს ფეხბურთს და ესეთი შეიძლება მოტივირებული და ესეთი გახარებულები იყვნენ ფეხბურთით. რა თქმა უნდა ჩვენც გვინდა რომ ვიყოთ გახარებულები
ფეხბურთი იმისათვის არის, რომ მაყურებელს მოუტანო ის სიამოვნება, რომელიც სიამოვნებასაც ვერაფრით ვერ გადმოსცემ თვითონ არ განიცადე. ჩვენ ნაკრებზე რო ვილაპარაკოთ და ახლა დავკონკრეტდეთ ისრაელის და ისრაელის და კი ბატონო ლიტვის მატჩთან დაკავშირებით უბრალოდ პატარა პრეამბულასავით ვიტყოდი ისტორიას თუ როგორ მოხდა, სად ვიყავით, სად ვართ და საითკენ მივდივართ. ანუ მე მისვლა მინდა რომ ჩვენი ნაკრები რაღაცა გარკვეულ პერიოდებს გადის და ეს პერიოდი ემთხვევა ისეთი ტურნირების შემოღებას, როგორც არის ერთა ლიგა სანაკრებო დონეზე და საკლუბო დონეზე კონფერენს ლიგა. ანუ ჩვენი გამოძახილი FIFA-სგან და UEFA-სგან არის სწორედ ეს ტურნირები, იმიტომ რომ ჩვენი პატარა ქვეყნისათვის ისეთი როგორც რესურსი ჩვენ არ აგვაქვს, ისეთი როგორც დიდ ქვეყნებს აქვს და არჩევანი. და აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო, რომ დიდ ფორუმებზე მოვხდარიყავით. ეს ფორუმი არის 4 წელიწადში ერთხელ, მსოფლიო ჩემპიონატი და ევროპის ჩემპიონატი. ეგეც 4 წელიწადში ერთხელ. ანუ 2 წელიწადში ერთხელ გვიწევს, რომ ჩვენ რაღაცა მივახცევთ ამ მიზანს. ეს შესაძლებელი გახდა 2018 წელს, როცა ჩაკვეტაძე გამოჩნდა და ბევრი მოაბრუნა ფეხბურთისაკენ, მაშინ ვაისი იყო ჩვენი მწვრთნელი ჩვენი ნაკრების და ისე მოხდა, რომ საკმაოდ ცუდად დამთავრდა ეს ყველაფერი და ამ სტრესიდან გამოსვლის პერიოდი ძალიან რთულად მიმდინარეობდა 21 წელს. პრაქტიკულად ისე მოხდა, რომ 20 წელს ფინალი, რომელიც ვითამაშეთ სარიელ ტრიბუნებში ჩრდილოეთ მაკედონიასთან. მწვრთნელი გაიქცა. ბოლო თამაში ჩაატარა სვანაძემ. აბსოლუტურად არამოტივირებული, გუნდმა არ იცოდა რა გაეკეთებინა, როგორ გაეკეთებინა, იყო აბსოლუტური დაბნეულობა და ჩვენც ვიყავით ძალიან დამწუხრებულები ამაზე და არაერთხელ ვილაპარაკეთ აქ. ბილის ალნიოლის მოსვლის შემდეგ 2018 წელს მიზანი იქნა მიღწეული. ეს უნდა დაუფასოთ, მადლობა უნდა უთხრათ და 2024 წელს შედგა ის, რომ თაობათა ცვლის ამ პერიოდში ჩვენ მოხდით ევროპის ჩემპიონატზე. მინდა გითხრათ, რომ ის დაძაბულობა, რომელიც ლუქსემბურგთან და საბერძნეთთან თამაში იყო და საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში პენალტებით მოვიგეთ ჩვენ ეს თამაში და გავედით მსოფლიო ჩემპიონატზე. პორტუგალიის 2-0-ის მოგების შემდეგ და ჩეხებთან საოცარი თამაშით თბილისის მერე უნდა კარგად გაგვიაზრებინა, რომ ჩვენ უკვე აღარა ვართ არც D, არც C დივიზიონის წევრი ერთა ლიგაში. ჩვენ გადავინაცვლეთ უკვე B დივიზიონში, სადაც პრაქტიკულად ერთა ლიგის ჯგუფი უტოლდება შესარჩევი ტურნირის დონეს, ხო? გუნდების სიძლიერის მიხედვით. და იმის მაგივრად თუ დაგვეჭირა ჩვენ ეს სიტუაცია, ჩვენ ჩამოვედით ქვემოთ და ძალიან მოკლედ რო თქვა, შესარჩევით და ერთა ლიგა ჩავაგდეთ და მხოლოდ სომხეთთან მატჩმა მოგვიტანა პატარა სიხარული, რომ დავრჩით B დივიზიონში. ანუ ჩვენი ამოცანაა ეხლა რომ B დივიზიონში მოვემზადოთ სექტემბერს ერთა ლიგისათვის. ეხლა უკვე მივადექ იმ თემას, რა გვიჩვენა ამ ორმა მატჩმა, პირველ რიგში ისრაელთან. თან ჩავართვეთ ალბათ. მე მიმაჩნია, რომ ისრაელთან მატჩი ვილი აღარ არის ისეთი ხალისიანი და ისეთი მუხტის მომცემი, როგორიც იყო ადრე. არ ვიცი, მე შეიძლება ეს ჩემი სუბიექტური აზრია, მაგრამ რაღაცნაირად დაბნეულობა არის ამ ადამიანში, იმიტომ რომ 3-5 თამაშიდან 4 დამცველზე გადასვლა, თაობათა ცვლა, რაღაცა ეს მას რაღაცა მყარ-მკაფიო პოლიტიკას ვერ გადმოსცემს, ვერ იძახის თუ საითკენ მიდის და რას აპირებს. იმიტომ რომ 4 თვიანი შესვენება ხო ნოემბრიდან მარტამდე 4 თვე არის პრაქტიკულად 4 თვე ნახევარი, რომ ნაკრები არ იკრიბება და სანაკრებო რესურსი პატარაა.
ორი შეკრება არის მარტში, ივნისში არის კიდევ ორი თამაში რუმინეთთან. ფედერაცია სპარინგები შეარჩია კარგად, იმიტომ რომ ისრაელი ასე თუ ისე გუნდია, ლიტვაზე ვერ ვიტყოდი ამ ბევრ რაღაცას და რუმინეთთანაც ველოდების კარგ თამაშს. ისრაელთან მატჩი მეჩვენება, რომ ვილი სანიოლმა ჯერ არ იცის ვის რა ადგილი მიუჩინოს, როგორც იცოდა ახალგაზრდა. ახალგაზრდა, როდესაც ჩივაძე დაწია ქვემოთ, თქვა დაცვაში, ხო? ის დატოვა და დატოვა, ის ხედავდა მას, ხო? ასევე დავით ყიფიანი, რომელიც იყო თავდამსხმელი, გახდა პლეიმეიკერი და ძალიან ბევრი ეგეთი ცვლილება გააკეთა. რაც შეეხება მეორე ტაიმებს, მეორე ტაიმები მიღებულია, რომ ეს არის მწვრთნელი, გაანალიზებული იმ პირველი ტაიმის პერიპეტიებიდან, მას შეაქვს რაღაც სიახლეები და სწორედ მეორე ტაიმში დავინახე, რომ პრაქტიკულად არანაირი რაღაცა სიახლე ვერ შეიტანა და რას ნიშნავს ეს, რომ შენ შეტევაში სივრცეები შექმნა და სივრცეები შეზღუდო დაცვაში, ესე რო შევხედოთ მასშტაბურად, ხო? როგორც კი გაჩნდა სივრცეები და გააჩინა ეს დაცვამ და ნახევარდაცვამ და წყვეტამ, რომ ბურთი ნორმალურად ვერ ამოგვაქვს, ჩვენ ასე ვთქვათ პოზიციურად და არა გრძელი გადაცემებით, ვთქვათ, ხო? იმ თუთა შეექმნა პრობლემები და ორი ისეთი ბურთი მივიღეთ, რომელიც პრაქტიკულად მატჩის ბედი გადაწყვეტა. ეხლა ეს რო ყოფილიყო ოფიციალური თამაში, ჩვენ პრაქტიკულად სახლში სამქულას დავკარგავდით, რომელიც შეიძლება გადამწყვეტი ყოფილიყო. მიმაჩნია, რომ ძირითადად ხო არ გამოჩნდა, მე მაგალითად შემეხრა შტაბ-ჭრილება ჩემდა სამწუხაროდ, რომ ამ მატჩს გულისხმობ კონკრეტულად, რომ ერთ კაზზე ჩამოკიდებული გუნდის შტაბ-ჭრილება დავტოვეთ, ხო? ანუ გამოუვა ხვიჩას თამაში, გაიტანს იმ რაოდენობის გოლებს, რომლებიც საკმარისია მოგებისთვის, ხო კარგი, არა, სხვა რესურსი ამ შეხვედრამ ყოველ შემთხვევაში, ხო? ისრაელის მეტნაკლებად ჩვენთან თანაბარმა შემოგვიყვება. ძალიან მინდა რომ არ გეთანხმებოდე, მაგრამ გეთანხმები. სამწუხაროდ გეთანხმები, იმიტომ რომ პრაქტიკულად ინდივიდუალურად შექმნილი გოლები იყო ეს. პირველი გოლი იყო ინდივიდუალურად შექმნილი და ხუჩა კვარაცხელიაზე იყო დიდი დატვირთვა მარცხენა ფლანგი. ამას შევეგუეთ, მაგრამ არ ეტვირთებოდა. ეს ამოტანაც პრობლემა იყო და მიმაჩნია, რომ აი პირველი ეს მექვაბიშვილისა და გაგნიძის ეს საყრდენი ფუნქცია რო ასრულებდა, იქ კიტეიშვილი გავიდა თუ არა, ეს კრეატიულობა დააყდა გუნდს, საჭიროა რომ წინ ანუ დაცვიდან ისე ამოიტანო ბურთი, რომ მაინდა-მაინც უკან არ მოაბრუნო მილიონჯერ და მილიონჯერ არ დაატრიალო იქ შენ ნახევარზე, რასაც ადგილი ქონდა ისრაელთან მატჩში, ხო? მოდი დათო ჩავრთოთ, ვიდრე მეორე შეხვედრაზე გადავიდოდეთ და დათო შენი შტაბ-ჭრილები პირველ თამაშზე ჯერ მოდი გავყვოთ რაღაცნაირად. მე ცოტა სხვა მიმართულებით, სხვა რაღაცას ვიტყვი და თუ გახსოვს ადრე გადაცემაში, წინა გადაცემაში მე ვთქვი, რომ როცა ჩვენები ევროპაზე გავიდნენ, ამაში უმეტესი დამსახურება იყო თვითონ ფეხბურთელების და ნაკლები სანიოლის. ყველამ ცოტა ესე მე ახლობლებით შევხვდნენ, ეგრე არ არის. მე ერთ რამეს გეტყვით რა, ჩინური ძველი ანდაზა არსებობს ესეთი. არღიეს ნავების სულა წამდაუწუნ, სანამ ნიჩბების მოსმას არ ვისწავლით. საუბარი არის სანიოლთან, ახლა სანდრო ძალიან მაგრა სწორად. სანიოლ დალაგებული გუნდი მე ვერ ვნახე ვერც ერთ თამაში, მაშინაც კი როცა ევროპაზე გავედი და ვითამაშეთ. ეს იყო ჩვენი ფეხბურთელების ემოციებზე და მათ პროფესიონალიზმზე აგებული. წარმოიდგინე ამდენი ვარსკვლავები, რომლებიც უფრო გაზრდილები არიან წინა წლებთან შედარებით, ხო? ორი აზრი არ არის ჩვენ ნაკრებში, ახლა ბევრად რომ მაღალი დონის ვარსკვლავები, ვიდრე იყო 2-3 წლის წინ. და ამ ვარსკვლავებს რომ ვერ ათამაშებ, ნიშნავს რომ შენ არ იცი როგორ უნდა ათამაშო. ძალიან სწორად თქვა, რომ ისევ რა ქვია, ხო რატო უცვლისო, წამდაუწუ ფეხბურთას თავის პოზიციას, როცა იცი რომ ეს ფეხბურთელი ამ პოზიციაზე კარგად თამაშობს, რატო გადაკავს სხვა პოზიციაზე? პირიქით, წვრთნელის პროფესიონალიზმი ითვლება მაშინ, როდესაც ყველა პოზიციაზე შექმნი გმირს. ხო? დიდ გუნდებში როგორ არის?
დამცველი თავის პოზიციაზე გმირია, ის თავის პოზიციაზე ხო და აი რაღაცა რო აი მე გეტყვი ხო ვიდაოთ რა მე გეტყვი ბოლომდე ვთქვათ ეხლა კაი დღე ამ თამაშებში არ იყო მაგრამ ვთქვათ კოჩორაშვილის ფაქტორი ხო მოდი ხა კოჩორაშვილს ხო ვერ დაუკავშირებთ რომ ვიღაცა სხვა შექმნა ხო ეხლა ვთქვათ მისი პოზიციის მისი პოზიცია ამ პოზიციაზე დამკვიდრება მისი გახსნა ხო ამ ვილისანიოლის დროს მოხდა ხო ყველაფერს უნდა დაუკარგო მე კიდე მე არ უკარგავ უყურე ბიძინა არის თქო მე კი არ უკარგავ სანიოსას უბრალოდ არის მომენტი როცა გუნდი და ფეხბურთელის პროფესიონალიზმი უფრო წინ გადის და მაღლა ადის ვიდრე მწვრთნელის გაზდის ხო ვიდრე ვერ მოხდა აი ხა ყველაზე კაი იტალიის ნაკრები აიღეთ რა გატუზო ხო რომელსაც ემოცია აქვს რა ვიცი ფეხბურთელობის დროსაც და ეხაც სასწაული ემოცია და თუ დღეს იტალიამ რამე გააკეთა მისი ემოციის ხარჯი ხო მაგრამ ვერ გააკეთა მაინც დაიყურე რისი თქმა უნდა ხა შორს არ გავიქცევი ეხლა 4 კანდიდატია წარმოდგენილი ვინც შეიძლება რომ გატუზო შეცვალოს 4-ვე იტალიელია რატო იმიტომ რომ იტალიელებმაც იციან რომ მათი თამაში და საერთოდ იტალიური მენტალიტეტი ემოციაზე იგება როგორც ჩვენი და სერიოზ არა აქვს ემოცია ხა გვინდა არ გვინდა ესეა ფრანგებს არ აქვს ესეთი ემოცია არ აქვს და ჩვენ ქართულ გუნდს მე მაინც სულ მომხრევ იქნები რომ ქართულ გუნდს ყავდეს ქართველი მწვრთნელი გავიგებ აი ხლა პირველ ნაკრებსა და აი მე ხო შენ ხარ წახვალ ხა არა მე არ წავალ ეს ვარამეს ვიძახი იმან 4 კანდიდატი რო ყავს კი ბატონო ლაშა სწორი თქვა 2+2 რატო არ გავაკეთებო უნდა ეხლა ფედერაციამ თუ თავის შეცდომა დაუშვა და დაუშვა არა მე რა ვქარებს სვანაძის ფაქტორი ხო დაუშვა აი სვანაძის გუნდი ყავს 4 რას თქვა იმას სვანაძის გუნდი აზრიანად თამაშობს დალაგებულად იცი ვინ რატო დგას იმ პოზიციაზე ჩვენ ნაკრებს შეიძლება ამდენი ექსპერიმენტის ჩატარება მაგაში გეთახმები და სანდროსაც ვეთახმები მე სხვა არ იცის როგორ დაალაგოს გუნდი მე სხვა რამეს გეუბნები უყურე იტალიამ კარგი ყავს ახლა 4 ეს რა ქვია კანდიდატი 4-ვე იტალიელი ხო ეხლა უყურე აი კანდიდატი ეს რო იყო ყავდა იტალიელის რა ქვია ვენტურა ვერ გავიდა სუპერ ჩემპიონატზე იქამდე ყავდა ეს რა ქვია მანჩინი რომელიც ეხლაც არის 4 კანდიდატ შორის კი მოიგო ევროპის ჩემპიონატი ვერ გავიდა სუპერ ჩემპიონატზე ყავდა სპალეტი გამოვარდა მოუგო იმან რა ქვია შვეიცარიამ და პანჩურისკრის გამოაგდო იმიდან ევროპის ჩემპიონატიდან ეგერ არის შენ ის რა ქვია აგერ გატუზო ეს იყო იტალიელი ხო არ არის რა ქვია მით უმეტეს და წარმოიდგინე როცა მენტალურად ფეხბურთელი ერთად არის და ვერ გაჩა მით უმეტეს განსხვავებულზე უფრო რთულია მაშინ უფრო მაგარი უნდა იყოს რა ამდენი მწვრთნელი ყავს მე კიდე გეუბნები მე არ ვის ადვოკატი არა ვარ ამ შემთხვევაში უბრალოდ არა ეხლა ვთქვათ რაღაცნაირად იცით მე თავარი მომენტი რა არის ხა ჩვენ ხო უნდა შევაფასოთ რომ კაია თუ ცუდია ცუდია და იმიტომ კი არ არის ცუდი რომ ჩვენ ვარსკვლავებია პირიქით ეხლა რო ყავს ვარსკვლავები ასეთი ვარსკვლავთა ნაკრები მე მგონი საერთოდ ვერ გადავხედე ხა გავიფიქრე შეიძლება არც ყოლია და როცა ამხელა ვარსკვლავებს ვერ ათამაშებ და შედეგს ვერ დებ ნიშნავს რომ ვარსკვლავები კი არ არიან დამნაშავე როცა თავის გუნდებში თითქმის ყველა კარგად თამაშობს ნიშნავს რომ წვლილი ვერ გაჩავს წვლილი ვერ გაიზარდა ამათ დონეზე და ეგ არგუმენტი მისამებია ვიცი რა ყველაზე მთავარი მომენტი ის ხო არა ვეპოტინოთ რახან ამას სიკეთე გაგვიკეთა ევროპაზე გავყო მადლობა მაგრამ როცა ატყობ უკვე რომ ეს ცდომილება უკვე ძალიან დიდია და ეს ვეღარ ეწევა ამათ ვეღარ ქაჩავს რომ ესენი დააყენოს და ათამაშოს ბიჭო მიეცი სხვა საშუალება ვერაღარ მის ეგაც კონტრაქტი აქვს იმას რა მიეცი რა გავიგე მაგრამ კონტრაქტი და დარგული კონტრაქტი არ გინახია სვანაძე არის გამოიყვანეს სვანაძე ფაქტია რომ არ შეიძლება მეორე ნაკრები პირველზე უკეთესად იყოს დალაგებული მე არა ეს მგონია რა ვიცი ხა მე არ სვანაძეს ვიცნობ და არც ანიოლს და მე არა კონკრეტული რაღაც მიკერძოება რომ რა მე ხა რეალურად მიკერძოებულა ჩემი ნაკრების თამაშის მხრივ და ის რომ ხედავ საკმაოდ აქტუალურია არც მე არა ხა ეს გაგონები ცოტა ხანში 2 წელიწადში შემდეგ ევროპაზე 4 წელიწადში შემდეგ სოფლიოზე სხვა საკის იქნებიან და სხვა სიტუაცია გვექნება რა გვექნება არის ნებისმიერი 2 წლიანი ჩავარდნაც კი სერიოზული ჩავარდნა ჩემი აზრით მე მაგ სხვა აზრი მწნელი შესახებ აქ ეროვნებას მე ვერ გავანახულებდი ყურადღებას იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება სათამაშო დისციპლინა ქართული იმპროვიზაციული სილაღესთან შერწყმული. ძალიან პარადოქსალურია შეიძლება, მაგრამ ეს ორი რაღაცის შერწყმა ძალიან მნიშვნელოვანია. ვილის ანიოლი, მოდი ახლა ვთქვათ გულახდილად, ალბათ კობიაშვილმა და ფედერაციამ ძალიან კარგად იცის, რომ გამოიყვანეს დეპრესიიდან ამ ადამიანებმა ეს. მე ამას მივესალმებოდი, იმიტომ რომ
ბექგრაუნდი იყო ბაიერნის 9 წელიწადი, საფრანგეთის ნაკრების ფინალი, ის ისეთ ატმოსფეროში იყო გაზრდილი, თან მე სამწუხარო რაღაც გამოცდილებას ჰქონდა, მართალია ხა დიდი შედეგები არ ჰქონდა, მაგრამ ძალიან მოტივირებული ჩამოვიდა, რომ მას უკვე შეთავაზებები აქვს ტუნისის ნაკრებიდან და ასე შემდეგ. ვინ იცოდა ვილისანიოლი ვინ იყო? არავინ არ იცოდა. მე მიმაჩნია რომ დისციპლინა რაღაცა დამყარდა და მან შეძლო ამის გაკეთება. აი ეხლა რაღაც ფთებ ჩამოყრილი მეჩვენება, მე ეს ტყუილა არ თქვი. არ გეჩვენება ეგ. და მეორე ტაიმში არანაირ კორექტივები არ შეაქვს, თვითონ ემოციაც რაღაცნაირი აქვს და ამიტომ ეხლა ჩემთვის მაშინ ავიღოთ შოთი არველაძე, ყველაზე კარგი კანდიდატურა იყო, მაგრამ კაცმა თქვა რომ არ მინდა თელმა ქვეყანამ მაგინოსო ერთი წაგებული თამაშის გამო, რა პრაქტიკულად ესე გამოვიდა, ხო? ქართველიც ერთი მხრივ კარგია, რასაც იძახით, ხო? და მეორე მხრივ საერთოდ უცხო ყველა ნოდარ ახალგაზრდა ვერ იქნება უყარება ადამიანი, რომელსაც ძალიან დამოუკიდებელი სტატუსი ჰქონდა და ვერავინ ვერ მიეკარებოდა თავის გადაწყვეტილებას იღებდა დამოუკიდებლად. ეს ძალიან რთული მოსაძებნი და სადისკუსიო თემაა. იყო აგერ წინა გადაცემაში აგერ ლაშამაც ახსენა, რომ ესეც ცოტა ესეთი ის არის, რა ქვია, კითხვის ნიშნები, რომლებიც პასუხები თვითონ არ ჩანს, ხო? ვთქვათ, აი ხიზანას ხო, ესეც როლი და მე გაქრობა. არ ვიცით ახლა აი სვანაძეძეც მინდა თქვა რომ დებიუტი ქონდა 19 წლამდელებში ყაზახებს მოუგეს სამხარაგო მაჩვენებელი. რა შეეხება აი მე სხვა განსხვავებული აზრი მაქვს ახალგაზრდული ნაკრების შესახებ. ხო. სამი მომენტი მაქვს ფეხბურთისად. ერთი არის ჩვენი ეროვნული ნაკრები, მეორე ახალგაზრდული და საკლუბო ფეხბურთი, რომელიც ჩემთვის არის ტრაგედიული დღეს, რაც ხდება საქართველოში. ახალგაზრდული ნაკრების პერიოდში, როდესაც ჩვენ მივახციეთ აქ ისრაელთან გასვლას და ერთი ნაბიჯი დაგვაყდა ოლიმპიადაზე მოსახვედრად, თუმცა ბევრი მეუბნება, რომ ოლიმპიადაზე არ მიიჩნევა ფეხბურთი და როგორ არ მიიჩნევა, ეს ძალიან დიდი მიღწევაა და მას ჰქონდა პრაქტიკულად ისეთი არჩევანი, რომ ნახევარი გუნდი იყო ძირითადი შემადგენლობის და სვანაძე მაშინ ძალიან ფთებჩესხმული იყო და ეხა მაგალითად მე მინდა გისხათო თუ ვინმე კმაყოფილია 7 ტურიდან ასეთი შედეგით სვანაძესი მე არ ვიცი, მე პირადად არ ვარ კმაყოფილი. ხო, მაგრამ მან ისიც ხო არის, ხა იცი რომ ორ წელიწადში ახალი გუნდის გაკეთება. ანუ ყოველწლი მაინც ასაკობრივის სპეციფიკა ხო სხვა არის, ხა თაობა მოგივიდა შენ თქმის არ იყოს და იმ გუნდში ყავდა მას ფაქტიურად პირველი ნაკრების სრული შემადგენლობა მიგაუტაძე და ესე ყოფილიყო, რა ქვია, რაზეც ვთქვათ გარკვეული პრეტენზიები გამოითქვა მაშინაც და სავსები დამსახურებული, ვთქვათ ხო, რომ ვერ მოახერხეს მათი მოტივირება. მაშინ ვიდაოთ კონტრარგუმენტს გეტყვი. საფრანგეთის ნაკრებმა ეხლა ხან დაამარცხა 11 ფეხბურთელი გამოსვლა. აი, ანუ თანაბარი ძალით 11 ფეხბურთელი პირველი შემადგენლობა. ნაგაში მართალი ხარ, რომ დიდი რესურსი აქვს საფრანგეთია და ჩვენ ვართ 3 მილიონიანი ქვეყანა. ხო და ეხა ყოველ წელიწადში ერთხელ ეხა გინდა თუ არა ესე იმათ რა ქვია შეკვეთით მოგივიდეს თაობა. უყურე ბევრად უარესი თაობა იყო შემდეგი ნუ რავი ნუ მიწყენს თქვათ, მაგრამ ის შემადგენლობა წავიდა ეგერ იმაში ხორვატიაში მოიგო და ფინალურზე გავიდა ფინალურ ეტაპზე, ხო? ეხლა კი იქ შეიძლება ვერ იფრინეს დიდად, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში იყვნენ სლოვაკეთში, ხო? ეხლა ყოველ ჯერზე შენ ვერ გამოგივა, რა ქვია, ეხლა ეროვნული ნაკრები, რომელსაც სულ აქვს არჩევანი და ფანტასტიკური თაობები ქონდა, ბევრს აღარ ახსოვს, ახალ თაობას განსაკუთრებით რო ელაპარაკები შენ იგივე არველაძეების და კინგლაძის თაობებზე როცა ვლაპარაკობთ, ხო? ზოგს აღარც ახსოვს და იცი რა მოიცადა ეს გონიათ, აი მარტო ეს დღევანდელი ფეხბურთელები გონიათ, თქვათ, მე თუ მკითხავ, ის თაობა სათითაოდ რო იყო, უფრო ნიჭიერი იყო ვიდრე ესენი. გე უყურე ვიძინა მაგრამ შედეგი არ დაიდო, გასაგებია რომ ბევრი ამბობს რომ იცი რა მაშინ რო ყოფილიყო ერთა ლიგა, მაშინ გენახეთ სად იქნებოდნენ ისინი, რა ქვია. მაგ იდეას სწორიც არის. ხო, არგუმენტი ყოველთვის ბევრია რა რაღაცა. გინდა აქედან მოვიდეს, გინდა იქიდან. ხო, ხო. არსებობს მოსაზრებები, არსებობს ფაქტები, ხო? თუ გინდა პროგნოზი გააკეთო, უნდა გააკეთო ანალიზი რისი გაქვს. ანალიზ
არავინ არ აკეთებს. გუნდში არ არის ადამიანი, რომელმაც იცის ანალიზი გააკეთოს. ანუ აი დაუშვათ, ხო სანიოს არაზოს არ აუხსენ, რატო ცulis სულ ერთავად ტაქტიკას, ხან სამი დავცველი ხალხიდან ხანისა, ხან დაყვირდა რომ აღარ იქნება. ეს იქით გადაიყვანა, ის აქეთ გადმოიყვანა. ყველაფერს აქვს თავისი მოტივი, ხო? ახსნას მოტივი რატო აკეთებს იმას, რომელმაც შეიძლება რომ უარესი გაკეთოს, უკეთესი. ყველა გადაწყვეტილებას აქვს თავისი მოტივი. მოტივი არ არსებობს, ანალიზი არ არსებობს სიტუაციის. მაგას ვიყო, ყველაფერს ეს აკეთებს, ცდები შეიძლება ჩაატარო ლაბორატორიაში, ფეხბურთში შეიძლება პირველ ნაკრებს ცდები ატარო ყველა თამაშზე. ჩემი აზრით, აი იმიტომ რომ მას არ აქვს ანალიზი, ანალიზი არ აქვს, ანუ ფაქტები არ იცის, როგორ უნდა შეაფასოს და ამიტომ მოსად აი იმან ესე თქვა, ამან ესე, მოდი ეს ამას ესეა. ჩემი აზრით, პირველ ნაკრებში ესე არ უნდა ხდებოდეს. ანალიზი არ კეთდება და არ წავს ანალიტიკოსი, რომელიც ამას დაულაგებს, შეუფასებს სიტყვაზე კვარაცხელი ამ ფლანგზე ჯობია. რატო? იცი? იმიტომ რომ ამიტომ არსებობს ეს სტატისტიკა, ეს და ფაქტები უნდა დაალაგო, რატო ჯობია. ესე იგი, უბრალოდ მე მომწონს კი არა, იმიტომ რომ ესეა. დათოს აზრი გავაგრძელო იმაში, მე ესე მგონია რომ არ არის. აი ადგილის მიჩენა ფეხბურთელისადმი, სადაც ყველაზე პროდუქტიული იქნება, ეს ერთ-ერთი მცნერი სამოცანაა. ხო, მაგას ვიძახეს, ხო და გიზი მამაგეიშვილი მაგალითად ჩემთვის იყო ძალიან კარგი აღმოჩენა. კი, მეც ვინმეზე თუ ვიტყვი ხა საკებარს საკებარი ნამდვილად არის, იმიტომ რომ ადამიანი აი როგორი ჟილკით თამაშობს ბოდიში ამ სლენგზე, მაგრამ კარში დარტყმა, თავის თავზე თამაშის აღება. თან თავის პოზიციაზე არ იყო ადამიანი. აი ეს უკვე კარგი შემატება არის. მაგრამ ადგილი მაინც უნდა მოუნახოს. ეხლა კვარაცხელია კი არის ერთი გუნდი, მაგრამ ძალიან პროდუქტიულია მარცხენა ფლანგზე. გაცილებით, ვიდრე ორივე გოლიდან შეაგდა ხა ბოლო იმაშიც ხო ხა აი ვერ გავიგე ზურიკო დავითაშვილის ვერაფერი აი ამ თამაში ბოლო თამაში ლიტვასთან. სამწუხაროდ, იმიტომ რომ პირველ შემთხვევაში გამოიყვანა იმას ჩვენ არ ვიცით რა დავალება მისცა. იმიტომ რომ ზურიკო თავის გუნდში სასწაულებს აკეთებს და აქ ვერაფერი ეგრე არ ხდება. მე მაგალითად მიმაჩნია რომ ზურიკო დავითაშვილი არის ერთ-ერთი ტალანტი, რომელსაც მოუწია ძალიან მძიმე ცხოვრების გავლა, იმიტომ რომ რუსეთში ის იყო სულ ისეთ გუნდებში, რომელიც იყო აუტსაიდერი და სულ გაგდებაზე იყო სიტუაცია. ზურიკო დავითაშვილს მენტალურად შეეცვალა ამოცანა. ის გახდა ეხლა მეორე ლიგიდან პირველი ლიგაში გადამსვლელი გუნდის ლიდერი საფრანგეთში. ეს არის ძალიან კარგი мотиваცია. უკვე შეიქმნა მასზე სკაუტების, ასე ვთქვათ, კონსილიუმი, რომ ბეშიქტაში გადავა თუ სხვაგან. კიდევ საკითხავია, ლიგა 1-ში თუ გადავიდა სენტ-ეტიენი საერთოდ მოუნდება კი გუნდის შესვლა, ან გაუშვებენ კი. ამიტომ ზურიკო დავითაშვილის რესურსი აუცილებლად გამოსაყენებელია. აქვე რომ კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც მე მაწუხებს და ყველას გვაწუხებს, ეს არის უთამაშებელი ფეხბურთელები. აი ახლა ბიძინა მახსენა კოჩორაშვილი. ძალიან გჭირდება ეს ნახევარდაცვაში. მაგრამ ის მთელ თავის ცხოვრებას სპორტინგში ატარებს სათადარიგოთა სკამზე. მეშინია მე არ დაემართოს მამარდაშვილსაც ესეთი რამ. ეხლა ალისონი ადიკარონის ბოძზე ხო კიდე არის სილესენივით არ გაიჭრით ფეხს რა. ხა მაგის მოლოდინში ხო არ ვიქნებით. და საერთოდ ყველა ნაკრების ფეხბურთელი უნდა იყოს მოთამაშე თავის კლუბში. აი ძალიან მკაცრად უნდა იყოს ეს განსაზღვრული, იმიტომ რომ შეიძლება უცბად ისეთი ახალი ვიღაცა აღმოჩნდეს, რომელიც დაცვაზე მითხარით, აბა, მოდი ერთი ესაა, მე გადავიდეთ უკვე მეორე თამაში. დაცვაზე მე მაშინ რახან გამიგზავნა და დავამთავრებ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. დაცვა ნიშნავს ნახევარდაცვის და თავდასხმის სიმშვიდეს, რათა მათ შეძლონ თავის რეალიზაცია. როდესაც დაცვა მოუწესრიგებელია და მათ უწევთ ამ ფუნქციის შესრულება, ძალიან ძნელია მერე გაშალო ის ფეხბურთი, რაც შენ გინდა. წარმოიდგინეთ, კაშია, კვირკველია წლების განმავლობაში მიჩვეულები ვარ და ეხლა როგორც ვნახე, იმაზე რა ქვია, წერებიანი ბიჭები
ბერიაშვილი ბერიაშვილი და გადრანი. მასზე აიღო ორიენტირი, იმიტომ რომ ორი თამაში სტაბილურად ათამაშა. მე ვერ ვიტყვი რომ ახლა ძალიან ცუდად ითამაშეს, ან ძალიან კარგად ითამაშეს, მაგრამ კონცენტრაციის მოდუნებამ. არის მე რას ვამბობ, იცი ხო არ იყო მე მესმის რომ ამხანაგური თამაში სხვა დატვირთვა აქვს თანამედროვე ფეხბურთში, მაგრამ იცი რა ის რომ ჩვენ დავაგვიანეთ დაცვის აშკარა ხა მაგაზე მე მეგონი არ შეიძლება იდაოს იმაზე რომ ჩვენ დავაგვიანეთ ახალი ფეხბურთელების შემოყვანა და ნელ-ნელა ინტეგრაცია, თქვათ, ინტეგრირება იმაში, რა ქვია. ძირითადად შემადგენლობაში ხო კაში ასლამდე ხო არის თამაში და ხა ანალიტიკოსი უნდა. ხო რა, გასაგებია, მაგაში აბსოლუტურად გეთანხმები. ამიტომ მე ესეთი იდეა მაქვს, აი დაუშვათ რა. ხო, დავამთავრო, ნახე რას ვამბობ. ანუ ასეთ ვითარებაში ჩვენ მოგვიწია ორი ახალწეულის რეალურად ხო, ორი ახალბედა ფეხბურთელის პირდაპირ ებაში რა ქვია თან არც თუ ახალგაზრდას თქვა ესეც 27 ხო ცენტრში დაყენება ხო ესენი ხოჭები ადრე მომხდარიყო რაღაცა ცოტა მეტი პრაქტიკა მიიღოთ იმიტომ რომ ერთმანეთში შეუთამაშებლები არიან ხო სადმე ეთამაშათ ეხლა როდის უნდა ეთამაშათ ორი კაცის პირდაპირ ეხლა ძაცვის ცენტრის ესე ახალი ცენტრის შექმნა და პირდაპირ იმაში წყალში გადაგდება რომ წადი ხა სულ აქ ისწავლე იმაში რა ქვია ხო ამისთვის მე დავეთანხმები დათოს რომ ეხა ნაკრები მართლა ის ხო არ არის ხა ჩვენ დავაშავეთ ეხლა რომ ინფარქტი უნდა მიიღო კიდე თუ არა იმაზე იდეას ვიტყვი ის ორი გოლი საიდან მიიღება ხო შეიძლება იდეას ვიტყვი და შეიძლება გამოიყენო ვიღაცამ ესეთი იდეა არ ამგონია ვინმე სოდისმე ეთქვა აი მე მაგალითად კაშიას ავიყვანდი სტაფში კონსულტანტად დაცვისთვის ეგრეც იქნება ალბათ ეხა უკვე ავიყვანდი იგივე კანკავას ავიყვანდი სტაფში იგივე კონსულტანტად კანკავა მოქმედი ფეხბურთელია მე ესეც მოქმედი ის მოქმედი მაგრამ ნაკრებში რა მნიშვნელობა გაიყვანე რჩევლათო თუნდაც რამდენიმე თამაში მენტალურად დაგილა ახალგაზრდა ფეხბურთელებს კანკეისა კაშია და კანკავა რო დაეხმარება ეგრე ჩვენ ვერ და რატო რა პრობლემაა რატო ვერ ნაწყენიც უნდა იყოს წესით ეხლა რომ შეგი არ აქვს თუნდაც ხო ყველაფრის ხმა არ არის საჭირო ეხლა კაცი იმაზე ევროპის თუნდაც არ იქნება დაფასება რომ სტაფში აიყვან და დაგეხმარება ახალგაზრდა ფეხბურთელზე 2-3 რჩევით იმხელა რაღაცა შედეგი შეიძლება დაგიდოს მე ავიყვანდი მაგალითად ზუსტად მაგაშია მე სტაფის შემადგენლობა არ მომწონს პირდაპირ გეტყვით რა შეიძლება რომ სანიოლი რაღაცების შავარდნები კონცერტ ბიჭო აიყვანე ვიღაცა დამხმარე ვინც რაღაცაში მოგეხმარება და რაღაც კონსულტაციას გაიგე ამას არ ყავს ეგეთი რომ ახლა რა ვიცი გვარდიოლას ყავს 20 კაცი მე მგონი და ახლა სანიოლს არ ყავდეს რავი კარგი იქნება მაგრამ არის კიდე ფლანგები ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ მე ჩემ თაობას და აი ბიძინა ჩვენ გვახსოვს მანფრედ კალცი ჩვენ გვახსოვს გერეცი ისეთი ფლანგის და აი დღეს რო არის PSG-ში რო თამაშობს ჰაკიმი თუ ისა დინა ჰაკიმი და აქეთ მენდეში ნუ ესენი არიან გარდაიქმნებიან თავდამსხმელებათაც ნახევარმცველებათაც ყველაფერი აი ესეთი ტიპის ფეხბურთელი ჩვენ გვაქვს. ამაზე თქვა ციტაიშვილს განიხილავს ალბათ ესეთად, იმიტომ რომ ფაქტია რომ ციტაიშვილი არ არის ხა ჯერ საერთოდ იქითა ფლანგელია და მე მარჯვენა აქეთ თამაშობს ეხა კარის ჩარჩო არ ჩამოუნგრევია ციტაიშვილს, მაგრამ ეტყობა რომ ნათამაშებია. ევროპის ჩემპიონია კაცი ეხა ნათამაშებია უკრაინასთან ერთად არა ამხელა ლიგაში თამაშობს ზოგ თამაში ძალიან კაი თამაშები ქონდა მე რასაც უკვე მაგრამ თავის კლუბში თამაშობს კლუბში ნახე რა თამაშები ქონდა არაერთი ნეტში თამაშობს სტაბილურად ხო ძალიან მნიშვნელოვანია იცი ციტაიშვილის დაყენება უწევს დაცვაში იმიტომ რომ მარჯვენა ფლანგი მე ვფიქრობ ხო გადატვირთულიც არის იმიტომ რომ ზურიკო დავითვალში ზუერო საუბრობ ჩვენ ეხა მე ვფიქრობ რომ წინა სამეული ცენტრში მიქაუტაძე, მარცხნივ კვარაცხელე და მარჯვნივ დავითაშვილი ეს არის საუკეთესო ჩემის აზრით. თუ ჩვენ ანუ ეს შემტევითი ტრიო და შემდეგ ეხა მცველები ვრჩება ხო და ეხა ციტაიშვილს კვარაცხელის ადგილზე ხო არ დააყენებს. ამიტომ ან მარცხენა ფლანგზე უნდა დააყენოს მცველად, ან მარჯვენა ფლანგზე და მარჯვენა ფლანგი უკვე გადატვირთული, იმიტომ რომ ეხა მამაგეიშვილი შემოიყვანა, ხო? მარცხენაზე აზაროვი. ხო, მამაგეიშვილი უფრო უნივერსალია, თვითონაც თქვა რომ ყველაზე ეხა
გასაგებია ბერიაშვილზე გადრანზეც უცუ ვერ ვიტყვით, თან დებიუტი სხვა არის რა, ფსიქოლოგიური წნეხია, პირველი თამაშია, კი ზოგმა თქვა რომ კი 27-28 წელი, მაგრამ აი სანდრომას თქვა რომ მცველისთვის არაფერი კატასტროფული, უბრალოდ აი ყველა გუნდში ხო, მაგრამ მე რას ვამბობ, ვიცი რომ გრძელვადიანი პროექტი არ არის რა, ეხლა 28 წლის როა ორ შესარჩევს ათამაშებ და უკვე ისევ ახალი უნდა ეძებო, ხო? ეგეც არის, ეს აზრიც არის, ხო? ანუ სანამ ადაპტაციას გაივლის უკვე ნელ-ნელა უნდა შეეცვალათ, ესენიც ნელ-ნელა ესე უნდა ანუ ვერაფერს ვერ გადასდა კიდე საზონოვის თემა კიდე აი ეს ცვლილებას ხო ნელ რასაც ბიზინა იძახის. ჭამის ანალიტიკოსს არ აყავთ, გაიგე? ფეხბურთში არამის აუტის მომწოდებელი მსაჯელი, კუთხურის იმისი. ბიჭო, ანალიტიკოსი აიყვანე, ვინც გირჩევს, მით უმეტეს არ ხარ ქართველი, აქ არ ცხოვრობ, ყველაფერი ეს შიდა სამზარეულო ჩვენ რო ვიცით, იმან არ იცის. ჩაიყვანე ვიღაცა, ვინც ყველა ფეხბურთოს იცნობს, იცის რა ხდება და რომელი შეიძლება დროზე შემოიყვანოს იქიდან აქედან. აღარ ყავს ხიზანიშვილი, მაგრამ წინაგაცემაში ექვთვი რა რო. შეიძლება ხიზანიშვილს ძალიან დიდი მონაცემი ანალიტიკის არ ქონდა, მაგრამ ქართველი იყო და იცოდა რა უნდა შენაკრებს დაეთყო რომ ხიზანიშვილი აღარ არის? ხო, დაეთყო. ხო, აი კითხვა, ხო, აი ეგეც ერთი მომენტი ვითხნა რატო წავიდა? არის ნიუანსი, აი რატო უნდა ვიცო პირველი ნაკრები ეს არის საზოგადოებისთვის ღია ვიღაცამ უნდა თქვას და მე ხო ვიღაცამ უნდა ხა ჩვენ გულშემატკივარს გვაქვს რომ გულშემატკივარმა მოვითხოვოთ რომ გავიგოთ რა შეა საქმე პირველი ნაკრები ეკუთვნის თელემაში რა ქვია პირველი ნაკრები ეკუთვნის ყველა გულშემატკივარს ამიტომ უკვე ოფიციალური ვერსია ხო არის ეგერ არის 19 წლიანი მოიგო თამაში გვიჭირდა 19 წლამდელებში და დავახმარეთ ღიზანიშვილი და პირველი ნაკრები გავაფუჭოთ ხო ნუ ესე გამოჩნდა 19 ყაზახებს მოიგო ჩემი აზრით გულშემატკივარს აქვს უფლება იცოდეს სიმართლე იცოდეს ითხოვო ჩვენ ყველა ქვეყანაში გულშემატკივარი პირველ ადგილზე დგას ყველგან. მადრიდის რეალი უწევს ანგარის გულშემატკივარს და ჩვენ ვერ გავიგე რა ისე ჩვენ ლიტვასთან მატჩს გადავით, იმიტომ დაცვას რაც ეხება, ჩემი აზრი მინდა გამოთქვა თავიდანვე, რომ ბოლო მივიდა იმასზე სანიოლი და თქვა კიდეც რომ სამი ცენტრალური ეგ ადრეს თქვი რომ ნუ დააკომპლექსებს მწვრთნელს ის რომ ნუ დაარქმევ ხუთ მცველს. რა, იმიტომ ხუთ მცველს რო იძახი, ხუთი მცველი ავტობუსი და კომპლექსი უჩნდებათ. თქვა თვითონაც მიხვდა სამი მცველი რას ნიშნავს? სამ ცენტრალური იდეა არა და ხო, გადაშერა იდეა არა და მიხვდა. კი არა მიხვდეს იდეა უნდა სტატისტიკა უბრალოდ არა ნაკრების შედეგები რო ავიღოთ, ეხა პირველი წელი ხო არ არის, ხო? ანუ ხუთი მცველით რაც ვითამაშეთ. უბრალოდ ვიგბეგური ხო, დათვალე ხუთი მცველით რაც, ანუ სამი ცენტრალური მცველი რაც ანალიზი მეტი კი არაფერი არ არის ლაშა. ანალიზი მეტი ხო და ამას ვერ ეს იცი რა შევა, უბრალოდ სტეპს ატარებს ყოველ შემდგომ ანალიზი ეხა თურქეთთან 6 გოლი გაუშვით ერთნაირი. ეხა როგორ შეიძლება ნაკრებში ხდებოდეს თამაშის გარჩევა, გუნდს ეთამაშებოდე ორჯერ ზედიზე და ერთნაირი 6 გოლი გაუშვა. შეიძლება ესე? აი ერთი რამე მაწუხებს მე, იცით? აი ნახეთ ჩვენ ორი თამაში რა. გამოჩნდა კარგი მხარეებით და ცუდი მხარეებით. აი არ ვიცი სანიოლი შეძლებს კი აი ამის ისე გაკეთებას რომ ეს მხარეები ამბობს სწორ ანალიზს გააკეთებს რასაც დათო იძახის და მომავალ თამაში ამას ვნახავთ რა თქმა უნდა. სწორედ დააყენებს გუნდს უფრო სწორ პოზიციას შეურჩევს ფეხბურთელებს. დაცვას უფრო მოაწესრიგებს, სათამაშო დისციპლინას გააუმჯობესებს. ამის იმედი აი მყარად რატომღაც არ მაქვს. ახობით ეგეთ შეიძლება. აი მე ეგეთი შეგრძნება მაქვს, ეს შეიძლება სუბიექტურია, მაგრამ შეგრძნება მაქვს და მინდა რომ მქონდეს უფრო მყარი შეგრძნება. სუბიექტურია ობიექტურთან მიახლოებული სუბიექტურია. ხო, ლიტვასთანაც შედეგი ფაქტიურად იმ სამი ცენტრალური მცველით ვითამაშეთ ისე რომ ფაქტიურად მომენტი არ გქონდა. ლიტვა არ არის ხა ისეთი. კი, ისრაელზე სუსტია, მაგრამ ფიზიკურად ძლიერები არიან, უხეში გუნდია, აი ესეთ უხეშობა. ჩვენ არ ქსიამოვნებს ეგეთი. ხო, გვიჭირს ა ფიზიკურად მობენა. აი, ფინლანდია რო შეხვდა ახლა, ხო, იმაში რთული იქნება, რთული. არ იქნება ახლა. უყურე ლაშა, აი კიდე რა უკაცრავა და აი რა არის. სხვა იყო ახალ დამწყები ფეხბურთელის მოტივირება და სხვა არის უკვე ვარსკვლავის მოტივირება სხვა დონე უნდა მიხდი კვარაცხელია მიქაუტაზე ესენი არის სოფლიო მნიშვნელობის ვარსკვლავები ამათ მოტივაციას ის მოტივირებას
4 წლის წინ და 5 წლის წინ რო აკეთებდა, აღარ ყოფნის, ამათ სხვა რაღაცა უნდა და იმიტომ ვიცი ახლა ფეხბურთელები უფრო ბევრად მეტად გაიზარდნენ, ვიდრე სანიოლი თქო და მისი მენტალური სიტუაცია, ემოციური სიტუაცია არ არის საკმარისი ამათ მოტივაციისთვის. აი იგივე თქვა სანდრო, სხვა მხრიდან თქო, მეც იგივე ვადასტურებ და სუბიექტური კი არა, ობიექტურია სანდროს აზრი. იმიტომ რომ აღარ ყოფნის, მიხვდი? რა ვიცი, აქ უკვე არის უფრო მაღალი დონის წელი უნდა, ან მენტალურად ფეხბურთელებთან ახლო ყოფი, რომელიც ქართულად მაინც ეტყვის, აი ძმებო რა, ეხლა უნდა ვითამ. ნუ იცი რა, რო შევადაროთ ეხლა მაგალითად ხელბურთის ნაკრებში მოხდა წელი ცვლილება, ხო? ორჯერ გაგვიყვანა ევროპის ჩემპიონატზე, კიდე გალანდაძემ, ხო? მაგრამ ნუ დადგა დრო ფედერაციამ და საბჭომ გადაწყვიტა, რომ მადლობა მაგრამ ნუ რაღაც ჩვენ შეგრძნება აქვს რომ მეტი შეგვიძლია რა ხო ანუ ეხლა ვიცი რა არის მომენტი რომ რაღაც მომენტში ჩერდები იქ კონტრაქტის კიდევ ერთხელ სულ ვიძახე და შედეგზე ორიენტირებული კონტრაქტი არ არის რა 10 წლიანი 20 წლიანი ეხლა ეს ფსიქოლოგიაზე მოკლედ ადამიანმა რო იცის რომ მე ვიქნები 4 წელი აქ რაც არ უნდა მოხდეს თან ისეთ კონტრაქტს მიფორმებენ იმის დარგვება ზვირიჯდება და ესეც მოხდება ასე თუ ისე ეს 4 წელი ჩამთავრდება და მე მოიძიებენ დაუშვათ ახალწლებს, მაგრამ ეხლა ეს ბიჭებიც ხელში ესე არ არის ორი შესარჩევი ციკლი და უკვე 32 წლის 32 წლის უკვე ახალი ფეხბურთელი უნდა ეძებო. ხო, ლაშა. რაცა უნდა სუპერ ვარსკვლავი. არ არის ლაშა უიმედო სიტუაცია. არ უიმედო არ არის რომ აი ჯგუფში ჩვენ არ უიმედო რომ იყოს ძველი შეცვლა რაღაც გვინდა იყოს მაშინ. აი ყურე არსებობს ფსიქოლოგიაში სტატისტიკა რა. ყველა ორგანიზაციაში, ეს კი ბიზნეს ეხება, სპორტს ეხება, არა, 5 წლიანი პერიოდი არსებობს. ადამიანი, რომელიც მოვიდა ახალ სამსახურში და აღფრთოვანებულია თავის სამსახურით, 5 წლის თავზე იწყებს ამ სამსახურის ლანძღვას. და აღარ მოწონს უფროსი ადგილი, განათება, რა ვიცი, ქვეყანა. ეს არის სტატისტიკა. ფსიქოლოგიაში ყველა ფსიქოლოგმა იცის 5 წლიანი პერიოდი ქვია. როცა 5 წლიან პერიოდს უახლოვდები, მაშინაც არავითარ შემთხვევაში ეხლა ფეხბურთელებს რამდენს უდებენ 1 წლით უხანგრძლივებენ კონტრაქტს, რამდენი შემთხვევა, იმიტომ რომ ეს იციან ანალიტიკოსებმა, რომ 4 წელს რო გადაცემ, მე-5 წელი უკვე მძიმეა და არასდროს 4 წლის მერე კიდე 4 წლიან კონტრაქტს არავინ არდებს. ეს ფედერაციაში ვინმეს უნდა ერჩია და აი თქვა უნდა ყავდეთ იმათაც ანალიტიკოსი. ესა 5 წლიანი პერიოდის ფაქტორი არ იციან. და იგივეა, ეს ყველა ორგანიზაციაში ყოფილა ეგრე. პირველი 4 წელი არის ემოციური ნაწილი და ადამიანს მოწონს სამსახურია შემართებულია, რაღაცა კაია, ყველაფერი კვანყოფილია. მე-5 წლიდან ან მის შემდეგ იწყება უარყოფითი. არა, თავის დაუნებურად დათო მე ხარ რა თქვა, ეს ვაისი იყო 5 წელი. და ეხა არის სანიოლის ნახე. არა, ეს ხო ჩვენი მოგონილი არ არის. ეს ხო არის ფსიქოლოგიაშია. ეს ფაქტორი ნუ ეხა ამერიკის პრეზიდენტები ეხა დაფიქრი არ აქვს, რატომ მაინც და მაინც 4 წელი და მაქსიმუმ 8, ხო? ანუ 800 რო მაქსიმუმ 8, ნინი 800 რო გადაცდები ხა ნებისმიერ სფეროში უკვე რაღაც იცნება. ძალიან იშვიათად არის. მეორე პერიოდში უფრო მეტი წარმატება. მე უკვე გადადიხარ დემოკრატიისკენ კი არ მიდიხარ, გინდა სპორტი იყოს, გინდა პოლიტიკა, სხვა რაღაც ხდება რა და. მინდა აღვნიშნო ახალი ფაქტორი, არაფერია. ბერდენცელია ეს გადაცემა. არა, გადაცემა რა ჩვენ ამას ხო ხელმძღვანელო. გადაცემაში სხვა ფაქტორები გადაცემა ვითარდება. კარგი. ადრე რო ვიყავით ისეთები ვარ. ერთი ფაქტორიც არის კვარაცხელიას კაპიტნობა. მე მიმაჩნია რომ აი იმდენად კარგად გაართვა თავი. ეს გამოჩნდა ლიტვასთან მატჩში რა. როგორ ჩამოდიოდა ქვემოთ, როგორ ითავსებდა დაცვის პირველივე შემთხვევაზე, სხვათა შორის, როდესაც ის გამოუძღვა გუნდს კაპიტნის სამკლაურით, მაშინაც სხვა მოტივაცია, ხო, არა, ახლა ქარიზმატული ლიდერი ისედაც იყო და ეხლა მთლად კიდე იტვირთა. ეს სხვათა შორის არ არის იული საქმე, ფსიქოლოგიურად ეხლა ფსიქოლოგიაზე ლაპარაკობთ ამდენს, ხო? ეს ეხლა ამის აი ესე ზიდვა ამ დამატებითი ტვირთის არ არის ეხლა მთლად იული საქმე და ესეთი ძიმე ფაქტორიცა ბევრი დადებითის და რომელიც იყო პასუხისმგებლიანი ბიჭი დადებითები მეტი ამოიღო თვითონ იყო პასუხისმგებლიანი ბიჭი და ეხლა რეალური პასუხისმგებლობა აქვს იყო პასუხისმგებლიანი ეხლა გახდა რეალური პასუხისმგებლიანი ანუ იქაც და აქაც უმნიშვნელოვანესი კაცი გახდა იმიტომ რომ ხო შეიძლება რაღაცა ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ აი მე ტრამვა იყოს რაღაცა შენ რაც ხვი ერთი კაცის გუნდი
ძალიან სხვანაირი გუნდი იქნება. ისა მეორე მატჩი მე ძალიან ისა რა ქვია მომემატა ესენი გასაგებია რომ ისრაელი უკეთესი გუნდია ვიდრე ლიტვა, თუმცა დავეთანხმები მე ხა ლაშასაც და თქვენს რომ თათ ესე ხა ჩვენთვის ხელწამოსაკრესაც არ არის ესეთი მოდი ესე ვთქვათ ხო და დღევანდელ მაფეხბურთმა ეს კიდე ბევრ სიტუაციაში დაგვანახა კიდევაც ხო მაგრამ მიქაუტაძეს ჰქონდა ძალიან კარგი მატჩი. პირველ შეხვედრაში ეხლა ბევრმა ვთქვათ გააკრიტიკა კიდევაც, მაგრამ ეხლა გინდა არ გინდა ის სტატისტიკა რომელზეც ლაპარაკობ, ეხლა სტატისტიკაა ყველაფერი. მეორე გოლი კი, იმან გასაოცარი ეფე დაარტყა ეხლა რა ქვია. პასი ხვიჩა მაგრამ პასი ეხა იმისია ეხა რა ფაქტია რომ არ მიცა ეხა იქ nebismier გოლში პასი არის ნახევარი და თითქმის ყველა გოლში გააჩნია ეხა ის მარადონას ხვიჩა ხო ეხა ნუ თქვა კარიკატურად ეხა ერიკემ რო უთხრა მარადონას მე რო მომეც რას იზამდი მე ეს ხო ის სხვა არის ეხა წავიდა მოატყვა ნახევარი მაგაშიც არის ლოგიკა სხვაგან რომ ხო მაგრამ სხვა ის ფაქტი აღარ მოხდებოდა ხო სხვა სიტყვის რომ ხო ეგეც არის ლოგიკა ეგეც არის კარგი მოდი ხარ იქნებოდა ისტორიაში მოდი ხა ჩვენ ნელ-ნელა ყველა შემთხვევაში ყველაფერს ჩვენ უყურებთ მაინც ჩვენ ნაკრების პრიზმაში და კიდე დაუბრუნდებით ალბათ ამ თემას მაგრამ იტალია ახსენეთ ხა აგერ სოფლიო ჩემპიონატი მოდის და ამ დღევანდელ გადაცემაში არ შეიძლება არ შევეხოთ იტალიას მეთან ნახოთ ხო რა ჭირს ბიჭო ამ გუნდს გამაგებია ამისთან რა დაემართა იტალიას რომ მესამე ციკლია ტოვებს სოფლიო ჩემპიონატს გუნდი რომელმაც ამასობაში მოასწრო ევროპის ჩემპიონატმა მოეცა 37 მატჩიანი წაუგებელი სერია დადო იმ მანჩინიმ ხო გახსოვს? და ევროპის ჩემპიონატი მოიგო და ხმეტი და მაინც ვთქვათ სოფლიოზე თან იცი რა რო გითხარ ხა ვიღაცა იმასთან აგებს რა ქვია გრანდებთან ხო? ბოსნიამ გააგდო. ხო, შვედებმა რომელიც არ თვითონ ეხლა ძილს გავიდნენ არა ის მაშინ თან იბრაგიმოვიჩი არ იყო იქ. არ იყო იბრაგიმოვიჩი. უყურე? არც ისაკი არის. არც არა. ისაკი მაშინ იყო. იყო? არ მახსოვს ეს. მაგრამ აქ უყურე რა. ფეხბურთელი არ აღავს ბიჭო ეხლა. გინდა ესე ილაპარაკი, გინდა ისე რა. იცი რა, მე ერთ შეიძლება ძალიან არაპოპულარულ ამეს ვიტყვი, მაგრამ აი უყურე როგორ ვიტყვი. რატო უნდა იყოს ხნელი აუცილებლად ყოფილი ფეხბურთელი? შეიძლება ჯობია რომ როგორც ის მაურინიო იყო. ხო, არა, როგორც მაურინიო იყო. შეიძლება ჯობია რომ ისეთი არ იყო. აი, ანალიტიკოსი ან სიტყვაზე თქვა, აი ინტელექტის პრაქტიკული ინტელექტის მქონე ადამიანი და იყოს მეორე მწვრთნელად ან მეორე მწვრთნელი იყოს ფეხბურთელი და ხო აი მე რას ვერხდები, იცი? ფეხბურთელს გინდა არ გინდა, დრო არ აქვს, როცა მაღალი დონის ფეხბურთელია მით უმეტეს. იმას დრო არ აქვს, რომ ტრენინგები გაიაროს, ისწავლოს, იკითხოს, შანსი არ აქვს და თავს დავდებ რომ მაგის დრო არ აქვს და დამეთანხმებით იცი. კი, მაგრამ ეხლა ისეთი კარიერა უყურე ლაშა, როცა ანებებს ფეხბურთელი თავს 35-40 წლის ასაკში ის პერიოდი, როცა ათვისების უნარიანობა twins აქვს, 40 წლის მერე აღარ არის. და ამიტომ მე უნდა ვიძახე რატო უნდა ქონდეს რა ანალიზი ძალიან მნიშვნელოვანია ტაქტიკა თამაშის თორე ფეხბურთელი ყოფილი კი იცის შიდა სამზარეულო იცის ფეხბურთელმა როდის რა უნდა გაკეთოს მაგრამ ეს ანალიზი დიდი ანალიზი უნდა ჭირდება ან თუ ფეხბურთელია თავარიცელი აიყვანებ დამხმარე თანაშემწეს ანალიტიკოსი ამათ ხო აი რატო არის ეს მე ჩემთვის გაუგებარია იცი რა მარტო ეგ არის ახლა აი მე რა შენ ამბობ არ ვეთახ არა მარტო გავიზარებ ფეხბურთელი არ ყავს შეხედე ბიჭო ან კინი ვინ არის? რეტეგის მიმართ მე ხა სიმპათიები მქონდა და იმაზეც ლაპარაკობდი რომ არგენტინის 55 კაცი ვერ მოხვდა ძალიან მეწყინა, მაგრამ ფაქტია რომ ვერ მოხვდა. ხო? და აქ არის ის რა ქვია, ბომბარდირი. ეს ესპოზიტო ბიჭო, იმ ინტერში არ ვიცი ხა მე ვერ გეტყვი რომ ვარსკვლავს წვეთს ჩემი გადმოსახედიდან ყოველშვაში. ეხლა როცა ლაპარაკობ ჩვენ დელ პიეროს იმის რა ქვია ტოტის იქამდე რივერა და მაცოლას რომელსაც მე მოვეცარი პაოლო როსის და იმას რა ქვია რა ვიცი კაუზუების და ბეტეგების და ვიარის და იგივე მანჩინი ფეხბურთელის იმას რა ქვია ნაკრებზე ხო
ვინ ესპოზიტორი გააჩნია ვის შევადარ მე ვადარებ გუნდთან ვისთანაც წააგეს და არა ბოსნიის შემადგენლობა და იტალიის შემადგენლობა ჯობია თუ ვინმე თulis რომ იტალიის პრობლემა იმას და ჯეკო მოუგო მარტო 40 წლის ჯეკო და ვერ აიყვა ეგ არის მაჩვენებელი მე 40 წლის ჯეკო რომ მოგიწევს ესე კი არ ყავს იტალიის პრობლემა კრეატიულობა ხელი არ არის მარტო რა კრეატიულობა ჭირდება ინტელექტი არ არის მარტო იტალიაში ფეხბურთი რა არის რომ იტალიის პრობლემა კიდე არის ფედერაციის პრეზიდენტი რომ დაადებენ ახლა იყო საუბრები რომ აი პირველად შვედეთთან რო პლეიოფი წააგეს და ვერ გავიდა სოფლიოზე და ფედერაციამ გააწყვიტა რომ მაკედონიასთან ჯერ ვენტურა საიდან მოიყვანს შვედ რა უნდა დემ ნაკრებში და რობერტო ბაჯოსთან გააფორმოს კონტრაქტი უთხრეს წელად არა უთხრეს რომ აი ის საქმე რასაც ვემზიანებთ რომ ანალიტიკა შეისწავლე რა პრობლემაა მაგრამ პრობლემა ის იყო რომ ბაჯომ დაწერა 1000 გვერდიანი რომელიც არავინ არ წაიგითხა 1000 გვერდიანი წაიგითხა იტალიაში და დაეწერა 2 გვერდიანი რომ ვიღაცა წაიგითხა მაგრამ იყო ის მართლა პრობლემა დეტალურად გარჩეული საიდან უნდა დაწყებული იყო მთლიანად იყო ყველაფერი შესაძლებელი და ამაზე ხა ფედერაციამ მოარიცხა მე თვითონ ბაჯომას გამოთქვა პრეტენზიები რომ მე ხა კი ყველაფერი მე არ დამრავლდესო და მე კი ვუჟაო ნაშრომი დავდე მაგრამ ამის ამკითხვა არც არავინ არ არის და ფედერაციამაც ბოლო ხელი კრა ჩვენ კარგად ვარ და მე წააგეს მაკედონია პრობლემა არის ძირიდან ანუ ეხლა ჩვენ თუ მარტო თევზი თავიდან ფუჭდება გატუზოს თუ დავაბრალებთ ეხლა ხო ეხლა არა მე იმაზა არა ლა შეერთოთ ხო გატუზოზე კი არ ვიდე გატუზოს პალეტი არ ვარ გატუზოს ადგილზე სხვაფრთხილი ყოფილიყო სხვა ფეხბურთელი ამდენ ემოციას ვერ დადა და აქამდე შეიძლება ემოციას გეტყვით ეხლა იცი რა არის როცა საფიქრალი გაქვს იმას ჩხუბით ვერ მოიფიქრე აი თამაში მიდის აი ეხლა ეს ხო აქამდე მივედით რა ანუ თამაში ეხლა იტალიის გულშემა ვარ რა ვიცი იტალია მე არ გეს პირიქით არ ვიცი არგენტინა იტალია მე ვარ მაგრამ ეხლა ტიმნეული თემა ანუ გატუზო იტალია დავიწყე მე მაშინ სამი მომენტი შეექმნა ერთი თნოს ხო იგებდნენ სანამ გაძევება იქნება სამი მომენტი შეექმნა იტალიის კართან რომ ნორმალური მწვრთნელი მაგალითად ანჩელოტი უკვე რაღაც გააწყობლებას მიიღებს 100%. მე არ გულისხმობ აუს ვიღაცას გამოიყვანა ახალ შეიყვანდა მაგრამ იქ ის ემოცია ხა მარტო მუშტე ხა UFC ხო არ არის რა მივარდე და არის გითხარი და სანამ დავიწყებდით გადაცემას ეგ არ გითხარით რომ ემოციური ეს უნდა იცნო საფრთხე საიდან რაციონალური თუ არა ემოცია რომ თავდება არაფერი არ რჩება ჯარა უყურაში ეხლა ლაპარაკობდით აგერ ეხლა ამბობდით შენ ამბობდი რომ საქართველოს ნაკრებზე ლაპარაკობთ რომ უთამაშებელი ფეხბურთელი რატო უნდა თამაშოს შეხედე შემადგენლობას ფრატეზი ინტერში არის სათადარიგო ესპოზიტო კი ბატონო შეიძლება თამაშოს მაგრამ იქ თავარი ფორვარდი აბედები ვინ არიან ტურამი და ესა რა ქვია ლაუტარო ხო ეს თუ გამოიყვანენ მოედანზე გამოიყვანენ თუ არ გამოიყვანენ არ არის იქ ხო ვიმარკო კარგია პოლიტანოც კარგია რა ვიცი ხო კარგი რა პოლიტანო მაგრამ ეხა უყურეთ ბიზნამ რა თქვა ჩემთვის მაგალითად ის ჩემპიონატი კიევზე მოიგო ზის იმაში რა ქვია კიევზე ტონანის არ უთამაშია ნახევარი სეზონი კიევზა მანჩესტერში იტალიის გარეშე მსოფლიო ჩემპიონატი ჩემთვის არის ძალიან აი რაღაც გული მტკივა და თქვენ წარმოვიდგინათ იტალიაში რა ხდება 12 წელიწადი თავმა გაიზარდა და ვერ გავიდა მუნდიალზე 12 მიუმატე კიდე 4 წელიწადი 16 წელიწადი ეგ თქვენს ეხლა რომ ჩვენ ბავშვები გვესდებიან რომ ფეხბურთი როგორ უნდა შეიყუროს ახალგაზრდობამ რომელსაც თავისი ნაკრები იტალიაზეა ლაპარაკი 4 გზის სოფლიო ჩემპიონატზე თავისი გუნდი არ უნახავს სოფლიო ჩემპიონატის მონაწილეთა შორის რომელიც გაიზარდა 800 გუნდამდე აბა ესე იგი იტალიაში მეგობრები ვისაც ველაპარაკე ეს დღეები ყველა მეუბნება ჩვენ სხვა რამეზე სამსახურში კი სამსახურზე ვერ ვლაპარაკობთ ვერ ფიქრობთო ტრაგედიაო ყველა მთელი იტალია საქმე არაფერზე არ არის ლაპარაკი სადაც არ უნდა მიხვიდე ყველგან ამაზე მიდის ქვეყანაში არის გლოვა იცი რა მანჩინისთვის უნდა დაეჯერებინათ მანჩინიმ თქვა თავიდან რომ საჭიროა ლეგიონერებზე ლიმიტი ამაზე კლუბებმა ატეხეს ერთი ამბავი ჩვენ ხო ანუ ეხლა როდის ეხლა ბოლო საერთოდ ბეისბოლში გავიდნენ ნახევარფინალში ყველა სპორტში გავიდნენ ყველა ბეისბოლში იმაში ჩემო კარგებო გაიხსენეთ თქვენ იტალიას ეს მომენტი გავლილი აქვს მართალია აბსოლუტურად სხვა
არა, გავლილი აქვს მეთქი. აბსოლუტურად სხვა ვითარებაში, ხა ვინც არის ის ფეხბურთის ისტორია, ხა რაღაც ისულელეს დაწერს მე მას კომენტარს იმიტომ რომ არიციან რაზე ვლაპარაკობ ახლა. 66-ას რო ჩავარდნენ ესენი და ამ დროს წლის მანძილზე ძალიან კარგი შედეგები ჰქონდა იტალიის ნაკრებს. მაშინ წლის გუნდი ვლინდებოდა ხოლმე და 65-ში საუკეთესო გუნდი იყო იტალია. მაგრამ წავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე და მოუგო იმან ჩრდილოეთ კორეამ კიმერსენმა და გამოაგდო იმიდან რა ქვია, ხო? ნუ კიმერსენი არ იყო, მაგრამ აგდო იქიდან წავდათ რა ქვია, ხო? გამოაგდო იქიდან. რო გამოაგდო მიიღეს გარკვეული ესენი რა ქვია ლიმიტი და შეზღუდეს საერთოდ ანუ თქვენს რომ ვინც იტალიაში ვინც თამაშობს უკვე ამ მომენტისთვის უცხოელი კი ბატონო იყოს აქ მაგრამ ახალი ისანი ლეგიონერები საერთოდ არ ჩამოიყვანოთ იმიტომ რომ ადგილობრივი ფეხბურთი არის კრიზისში. შედეგი რა მოიტანა 70 წელს გუნდი გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 68-ში გახდა ევროპის ჩემპიონი იქამდე კიდე ხო? ანუ მოიტა მე კი ბატონო შეიძლება 72-ის ევროპაზე და 74 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დიდად ვერ გაიწყინეს, თუმცა გავიდნენ იქა და ნუ ახლა მაშინ არგენტინასთან და პოლონეთთან იყვნენ ჯგუფში და იქ ბურთების შეფარდების გამო, ჰაიტისთან ბურთების შეფარდების გამო ჩარჩენ იმაში რა ქვია ჯგუფში. მაგრამ 78-ში ისევ 4-ში გადის გუნდი და ერთ-ერთი საუკეთესო იყო და 82-ში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. და ეს არის პერიოდი და გაიხსენეთ თქვენ ამის მერე დაუშვეს პლატინი და ბონიკი ჯერ ორ-ორი ფეხბურთელი მერე მიამატეს დიდი ის ვაივაგლახით მესამე და რიკარდი მოხდა მესამე იმათ რა ქვია უცხოელი და შემდეგ წავიდა მოვიდა იქამდე ისევ რომ იმაში რა ქვია ბანდონინაზე 2 წლის წინ ინტერს არ ყავდა არც ერთ იტალიელი, ეხლა მილანს არ ყავდა არც ერთ იტალიელი იმაში. ვაფშე იტალიელი არ არის მოედანზე. იმიტომაც არის ეს ცვლილები ეგეთი. ეს ანალიზი რაც ეხა შენ გააკეთე. გაფიცებ იტალიის ფედერაციაში ვინმე თუ შეძლოს იგივე რაც შენ ეხა მოყევი, იგივე გააკეთო. მე მიმაჩნია რომ ეს გადაცემა ქართული სპორტის განსაკუთრებით ქართული ფეხბურთისთვის ყველაზე კარგი ტრეინინგია და ჩემი აზრით ყველა მწვრთნელმა და ფეხბურთელმა გადაცემა არ უნდა გამოტოვოს. გეუნები მე შემიტომ რომ ის ანალიზი რაც ახლა შენ გაგვითომათე როცა ერთხელ გავლილი გაგდა გააკეთე მიიღე შედეგი შეიძლება რომ იგივე შეცდომა და ახლა ბევრი იყო სალაპარაკო გავაკეთო თუ არა ეხლა მოდის ვთქვათ რომ სხვა სამყაროა ფეხბურთელების სპორტის სხვა სამყაროა იმ რა ქვია იმ ავაც ახსენებო თვითონ ვერფტერი ხეირა იმ რა ქვია ბოსკამპა იმეთი რა ქვია ბოსმანმა იმ თავის იმეთი რა ქვია იმ საქმით თვითონ ჯუნკერში დარჩა ისე ნუ ახლა შენი ანალიზი იყო ახლა უნიკალური და ვინ გააკეთე ხო მაგრამ ნახე რა არის ეს რო არა აქვს ეს ამის უფლება იმიტომ რომ ახლა მაშინ დემოკრატიული პრინციპები კლუბები წავიდნენ წინააღმდეგ შეზღუდვები მაინც არის მაგრამ არის წავიდნენ და ტელეკომპანიების ასულად არის ევროკავშირის წევრებზე ანუ როგორ არის იცი არა ევროკავშირელზეა ეხლა ლიმიტი ოღონ 5 მაგრამ ეს ევროკავშირი ზუსტად ამით ის არის მე ყველა ყოველობს იმიტომ მე თვითონ მანჩენიო რა ამბობთ 11 კაცი იყო არგენტინაში 11 და ის ჩემპიონი რო გახდა ის რა ქვია შემოდგენობაში 3 ბრაზილიელი რო ყავდა იმითი რა ქვია ნატურალიზებული და ჟორჟინიოს ხან პენალტი გააქვს როცა გააქვს კარგია როცა ვერ გააქვს მაგას აბრალებენ ყველაფერს ის სადაურია ეგ რა ფლამენგოში თავის სახში მივიდა აქედან გამოჩნდა უკვე იტალიაში პრობლემები და არა მარტო ეხლა ნიდერლანდებსაც ჰქონდა პრობლემები ხო როცა ვერ გავიდნენ ერთხელ სოფლიოზე და იქ და იყო მე რაკნეს ისა თავიდან იმ მაგათ ახასიათებს ეს რომ ეს დიდი ბიუროკრატიული ბარიერები არა უცებ ხდება ეს სხვათა შორის ეს ლიმიტი გაგდა საერთოდ ჩაკეტვა საზღვრების გააკეთა ორმა ქვეყანა იტალია და გააკეთა ესპანეთმა თავის დროს ესპანეთის პლატეზე შედეგები არ ქონია რომ იმაში რა ქვია პრობლემები ქონდა დასვლის არ პირიქით რომ ამან მოუხსნა ამან ესა რა ქვია პრობლემები ვერ მოუხსნა ამან დიდად იმისი რა ქვია გასვლა გამოსვლის მსოფლიო ჩემპიონატზე მაგრამ იმათაც ისინი მიხვდნენ რომ იცი რა რაღაცა თვალ კარგად ვერ არის საქმე იმიტომ რომ ვერ გავდივართ და შეზღუდდეს და მე ისინი გახდნენ ერთხელ 64 ევროპის ჩემპიონატი მაშინ არ ქონდათ ის ლიმიტი ქონდათ ბიზინა ყველაფერი აგებულია ანალიზზე როგორ არის ტოვებენ იმ ფეხბურთელებს რომელიც ეხა ის კი არა რომ წადი გაეთერი აქ არ დაგინახო თუ გააქვს კონტრაქტი იმას ტოვებენ მაგრამ ახალი არ შემოყავდათ იტალიაშიც და
ესპანეთში. ყველაფერი არის ანალიზზე აგებული. ის ხო, რა თქმა უნდა, რაღაცის გამო გამარჯვეს, სხვა გიჟი ყარება. ხო, პრემიერ ლიგაში მაგალითად ეს შეზღუდვა არ არის ლეგიონერებს, მაგრამ არის პირობა 80% ნაკრებში ნათამაშები. არა ისე კი არა ერთხელ გამოგიძახოს და ნაკრების ფეხბურთელი. მოდი სხვა გუნდებიც შევახსენოთ მაყურებელს. ერთი იტალიაზე ერთი რაღაც მინდა ვთქვა. აი, რაზე მწყდება გული? 82 წელს იტალია ჯგუფიდან გავიდა ძლივს. კი. 3 ფრეკო და ესე გავიდა. მე გადავარა ყველა. და რა ვის მოუგო მე და რა უნდა გახდა? მე უსვათ გადასხვაფერდა და გახდა. აი მე ესეთ რაღაცას ველი იტალიისგან, მაგრამ ეხა ველოდი, მაგრამ კიდევ მაშინ არის ხო როსი ციხიდან გამოსული თუ რაღაც ახალი გამოსა, მაგრამ რა უნდა იტალიაში რა იტალიელებს ერთი მომენტი აქვს რომ ყოველთვის ძალიან დიდი გამარჯვების მერე ეგრევე ჩავარდნა აქ, იმიტომ რომ თქვა ფინალში გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის 72-ში, 70-ში და 72-ში სულად ითამაშეს, 82-ში ჩემპიონები რო გახდნენ, 84-ის ევროპაზე უკვე პროცესი გარდა ვერასოდეს გაასწრეს იმაში რა ქვია ჯგუფში და ეს რაღაცები ჩავარდნენ მე ეგ ვაისმა ჩაეტოვა ეგ არის მაშინ რა ქვია მსოფლიო ჩემპიონები რო იყვნენ შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე ვაისმა და სლოვაკეთმა დატოვა იმაში რა ქვია ჯგუფში ხო ანუ ეგ სულ აქვს მაგრამ ეხა ისე არის რომ ანუ ჯერ ჩემპიონი ხდება და მე ვერ იგებს თორე სასამართლო იგებს ვერაფერს ვერ იგებს ეგეთი რამე არ მოსულიათ არასოდეს ხო კაი მოდი დანია ვერ გავიდა და ცოტა გული დამწდა მართალი გითხრა ჩეხებს ამის არ ვერ შევა. ყველაზე კაი თამაში ეგ იყო სხვა შორის, ყველაზე კაი საყურებელი. დანაჩეხეთ. ხო, აქაც გესმის რაღაც იცი რა, უკეთესად თამაშობდნენ თითქოს დანიელები და მაგრამ თავისთავად დააბრალო ჯგუფში გასულები იყვნენ ფაქტიურად და თვითონ დაკარგეს იქ ესენი რა ქვია. ეს დაიწყო თუ არა თამაში პირდაპირ გაუჩვენეს გოლი და რა გოლი თანახე რა. ნახე არა, ფანტასტიკური გოლი, ა? ჩეხები ბრავო, იმიტომ რომ ეხლა ხო, მაგრამ თვითონ ჩეხებზე ამბობდნენ რომ არ იცი რა ეს ჩეხები არიან შიკის გუნდი და რაღაცა და შიკის გუნდია რა. ძალიან ფიზიკურად ძალიან კარგად მომგაბებული. ჩეხებს მარტო ჩვენ მოუგეთ, თორე ეგეც სუსტი გუნდიც არა. ხო და უკურე შეიძლება ჩვენ ვისაც მოუგეთ, ნახე ჩვენ მოუგეთ თან უპირობოდ მოუგეთ თბილისში, ხო? გავჯიგეთ და ეგ რა ისა? და შენ იმასთან ლიტვასთან გახავსა იხარია ისე მოგება. ყველაზე კარგი თამაში იყო ჩვენ. აი მაშინ გუნდმა ითამაშა. აი ნაკრებზე გამახსენდა რომ მე არ მომეწონა ტემპი თამაშის რა. ძალიან ნელა. აი ახლა მოხსენებოდა ხარი. ნელა და ეგრე ძალიან გაგუჭირდება ჯგუფში რა. ჯგუფში ყავს უნგრეთი, ეხა უნგრეთი როგორც კი ტემპს უმატებდნენ ეგრევე რაღაცა იქნებოდა და ეხა ესეთი მოსიარულო ფეხბურთით არ შეიძლება. არა, ვინ ბიჭო რომელიც აუკვანია. აი კვარაცხელია, სადაც არ თამაშობ. თუ ადგილიდან იწყებს მოძრაობას და ფინტის კეთებას, არა თუ მოძრაობაზე იღებს ბურს და ვერიჭენენ, ხო, საერთოდ მაგის დამჭერი კაცი არ არის. ამას ანალიზი უნდა და ეს წნელმა უნდა ჩვენ კი არ უნდა ვიძახდეთ, წნელი უნდა აკეთებდეს ამ ყველაფერს. ეს არის თავი. იცი ამ ჩეხებზე ნახდათ არ მეგონა თუ ესე კარგად ითამაშებდნენ ამ შეხვედრაში. ხო, არა, ეს კაიჩის გოლია, ხო? არა, მე გეუბნები ამ მასთან მეთქი, რა ქვია, დანიას მიდანი უკეთესი გუნდი მეგონა, იმიტომ რომ შემადგენლობას უკეთესი ყავს. მე თუ მკითხავ, ხა სამკე ფეხბურთელები რა იყო, ვიდრე ამასე. დანია და ბელგია არასოდეს არ იყო ხელწამოსაკრავი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე და ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ ეხლა მიღმა დაარჩენა. ხო, არა, რაღაცა თითქოს ხო ისე სამივე იქნებოდა ნორვეგიაც, შვედეთი გაზურა ერთა ლიგიდან, ისარგებლეს, აი მაგას თამაში ვერ მოიგო იმაში, რა ქვია, შესარჩევში რომ აი კატასტროფული შესარჩევი ქონდა. არა, ნუ ხა ჯერ ესეთი მაგათო დალ ტომასონი მოიყვანა ჯერ მსვენელთან საერთოდ რაში გაახსენდათ კაცმა არის ის. რაგინდა ისე რა ქვია. ყველა გამას დააგეს. პოტერი ჩვენო დავში. ეს კიდე ჰარი პოტერი გაიგონა. იმდენი ვეძახეთ ჰარი პოტერი და უზახია ეხლა გრემოტა ჰარი პოტერი. ჰარი პოტერი. ნახავთ ეხლა მაგას, ეგეც ძალიან მაგარი თამაშია. მაგარი თამაში იყო ეგეც კი. და დინო პოტერი რა ამბავში იყო დარბოდა მოედაზე მე მგონი. ხო და მაგას ვამბობ ჩვენ სახში ალბანეთთან მოგვიგო. და პლეიოფში ჩვენს რა თქმა უნდა ვიღაცასთან ვითამაშო. დავკარგეთ. იცი რა, აქ ერთი ინტრიგა იყო თითქოს, ხო, რომ აი ხა იტალია ვინც ისაც არ უყვარს დიდად იტალია და
ეს აი ჯეკო სოფლიო ჩემპიონატზე, იქ ლევანდოვსკი სოფლიო ჩემპიონატზე. ნუ არის ეს სენტიმენტი, რა თქმა უნდა, არსებობს ამაში, მაგრამ ნუ ეხლა ესე გასაგები იყო ეს ლევანდოვსკი სოფლიო ჩემპიონატზე და ნუ ასე ხო არა დანია იტალია ძალიან ცუდი მომენტია რა. ხო იცი მეორე მხრივ ხა ყველა ევროპული გუნდი ხო არ გავა ხა იმაზე რა ქვია კი ამბობენ ხომ აიცი რა ამბავია იმ რატო არის პანამა და ვიღაცა და იმიტომ არის პანამა რომ სამ ქვეყანაში ტარდება და ის სამი ავტომატურად მოხვდა იქ იმაში რა ქვია მაგრამ იმასაც რომ იყო ხო ვის ელოდებოდი იმ სამი თქვა მექსიკა ამერიკა გასაგები კანადას კიდე ჰოკეიში უბრალოდ არა გასაგებია იცი იქიდან ერთი მაგ რეგიონიდან ველოდებოდი კოსტა-რიკას პირველ რიგში ხო რომელიც ეგერ იმაში ბრაზილიის სოფლიო ჩემპიონატზე სამი სოფლიო ჩემპიონი ჩატყობა იმაში რა ქვია სამ სოფლიო ჩემპიონს აჯობა ჯგუფში და ორ ევროპის ჩემპიონს ეთამაშა და ერთთან პენლებით მოიგო და მეოთხეს ააღო ვერავერ მოუგო იმას ანუ გუნდი ხდებოდა ურუგვაის იტალიას ინგლისს ჯგუფში მე ვერძნებს და იმას რა ქვია ჰოლანდიელებს და ვერ მოხდა ესე არ არის ხა რა რომ იცი რა ყველა გავიდეს სოფლიო ჩემპიონატზე ხელა ჩემპიონატზე გახვალ ძლიერ გუნდებს და ისინიც ხო იზრდებიან მაგრამ ჩვენ რო გავარხებ სოფლიოზე ხო რამხელა мотиваცია იქნება რომ ძლიერ გუნდებთან ჩვენც ვიზრდებით რა ხო ახლა FIFA-ს კრიტიკა ძირითადად ეს იყო რომ გუნდების გაზრდი ძირითადად ისეთმა ქვეყნებმა ისარგებლეს ახლა რომ ევროპა ისევ პრობლემებშია დიდი კონკურენციაა და კარგი გუნდები ახლა ვერ გავიდნენ ხო თუმცა თავისთავად და აბრავნე ხა ჩვენ ერთა ლიგა შემთხვევით არ ვახსენე ხა ეს იტალიაც ახლა ერთა ლიგაც გააქვს რა მეორე იმათ რა სათადარიგო გზა რა აგერ შეიძლება გამოიყენეს ახლა ცოტა კაი ჩვენი თურქები ჩვენი დამარცხებელი თურქები გუნდია არა აღმოჩნდა რომ ჩვენიერი კაი გუნდია გავიდნენ თუმცა ვარსკვლავების რაოდენობით ვერ ვიტყვი რომ ჩვენ ნაკრებზე მეტი ვარსკვლავი ყავთ რა იქაც მაგალითად დორის მაგრამ ხა რაოდენობაში ვიძახი და თქვა და ნუ ახლა რა ვიცი ხა იუვენტუსის და იმის საუკეთესო ფეხბურთელები ყავს მაგრამ ჩვენებზე ბევრი არ ყავთ თქო მაგას ვიძახი ჩვენც ყავს ვარსკვლავები არა მაგდენი რა ვიცი ხო ნუ რატო არა ჩვენ ვეთამაშეთ და ნახეთ ეგ მე მიმაჩნია რომ კიდევ ერთხელ ვიძახი ეგ არ წააგეს მოსაგება წახვედი და 50-0 მოგიგეს და რა ვიცი ხე კარგი აი ვარსკვლავები როგორ ყავს რა უზბეკეთი გავიდა მსოფლიოზე ეგეც ხო უზბეკეთი რა ვიცი უზბეკეთი გავიდა ხო კონის იქიდან გავიდა მართალია ხა ხო კონგრესში შეიძლება გასულიყავ რა ვიცი იქაც არ არის არც იქიდან არ არის ადვილი გასასვლელი გადავიდეთ შეიძლება ჩვენც გავიდეთ იქით ხო მაინც მე მიმაჩნია რომ ანალიზი თურქებს ძალიან მაგარი თაობა ყავს რა ვიცი ყველგან წარმატებულები არიან ცოდოები სადაც რა ყველგან მოგვიგო რაერთად ერთნაირი ვარსკვლავები სოფლიო ჩემპიონატზე იმაზე ევროპის ჩემპიონატზე კი კარგად ვითამაშეთ მაგრამ ორი ბურთით მოგვიგო და მერე შევხვდით და აღარც კარგად არ ვითამაშეთ და მოგვიგო ყველაფერი არც თბილისშიც იქაც ფეხბურთელები მაჩნევ ვარსკვლავები ჩვენც ყავს საკმაო რაოდენობა რავი 4 ტემპს აღებ რა ჩემპიონატი ყავს ერთნაირი ვარსკვლავები რა თქმა უნდა რა ზია ამიტომ ამათ ეხა ჭირდებათ სხვა სიტუაცია სხვა დონის მწვრთნელი აი რუმინეთთან გამოჩდება გადასკვნები გამოვიდა ჩემი აზრით იგივე იქნება იგივე რა იქნება ქაოსი ხო ნუ ანუ გუნდი არ იქნება რაღაცა დაალაგებულ თამაში არ ითამაშა შეთამაშებული და შერწყმული დაალაგებულ თამაში არ ითამაშა ალბათ არა ეს არის ხო რომ ამხანაგური თამაშები ზოგადად ხალხო მარტო საზომად ალბათ არ უნდა გამოვიყენოთ იმიტომ რომ იმისთვის არის რომ რაღაც ექსპერიმენტს თუ ატარებ კი თქვი შენ რომ იმას ლაბორატორიაში ჯობია ექსპერიმენტები ჩატარება მაგრამ ну თუ უნდა ჩაატარო სადმე ექსპერიმენტი სანაკრებო დონის უნდა ჩაატარო ამხანაგურ თამაშში ხო ხა მარტო იმაში ვარჯიშზე ხა იქ იმაში კვადრატის იმაში გათამაშების დროს ვერ მოწოდია ხო საფრანგეთმა რომ ჩაატაროს არაა პრობლემა ჩვენ მიზანი სხვა რამე გვაქვს ეხლა რომ აი რა ვის იმ გუნდს ხომ არ წავიდე ხა ეს კაშია და ხა იმას ხوار მოიყვან ასლამდე ხა ეს კაშია იყო არ არის კაშია ის რა კი ბატონო მე ისევ კიდევ ჩემაზე დარჩები მე კაშიას ავიყვანდი სტაფში თუნდაც გავიგე ხო დაანებებს ეხლა სანიოს კონდა უცნაური ისტორია ესე იგი პირდაპირ მოვიდა და დაიწყო თამაშები თან რა თამაშები საბერძნეთთან
რა თამაშები იყო, სამი თამაში რო იყო, სადაც ერთი ქულა ავიღეთ და შვედებთან 1-0 წავაგეთ. ნორვეგიასთან, ხო? ნორვეგიასთან არა, მაშინ მე მგონი ნორვეგიასთან ფრები თამაშობ. ყოველ შემთხვევაში პირდაპირ მივიდა და ეხლა ამას 4 თვე ნოემბრიდან დაწყებული პაუზით ყველა შეუძლია კლუბში დააკვირდეს, ეხლა ქონდა 2 თამაში. მოდი შვედები ჩაგვირთეთ რა, მაგრამ შვედების გვაჩვენეთ რა გააშავეს ახლა. რუმინეთთან თამაში და ერთა ლიგისათვის ყველა პირობა აქვს რომ ძნელი მოემზადოს და სწორედ დაალაგოს. ეხლა მაგაზე ვერ დაიწუწუნებს ამერიკა. აი ამათაც დაიწყეს ჩატარება იმისი რა ქვია. აკლდა ნახევარი გუნდი, ისაკიო რომ ამბობთ 150 მილიონიანი რაღაცა, აკლდა კულიშევსკი არ ყავდა ეს ელანგა რომელსაც აგინეთ და წევლეთ იმაში რა ქვია ქართველებმა დამსახურებულად იმიტომ რომ დაგვიტრია ხედვა აქვს მაგასია ზუსტად ბიზნესა შვედებს ძნელი ძალიან წლების განმავლობაში ერთი და იგივე ადამიანი ეხა შეცვალეს მე მგონი რა რაღაცა პერიოდი არა ეს ლაგერბეკი და ეს დიდი ხანი ვინც იყო ანუ ხარ იმის მერე რამდენჯერმე შეცვალეს თქვენი მაგრამ დიდად ვერ წაადგა ხო არა ისიც კარგი ხანი იყო ის იმამდე რა ქვია დალ ტომასონამდე ვინც იყო მაგრამ ტომასონი ეხა ნუ ახლა რაშვაში იყო ახლა რა არ წერა რა მე მოიყვანეს ეს საჯადოქარი მეორე ლევანდოვსკიმ გაიტანა შუარცები კი ლევანდოვსკიმ შეაგო ამ თამაშში მაგრამ ნუ მე მგონი დაამთავრა მაგამ ესა რა ქვია თავისი კარიერა ნუ სანაკრებო ეხა ხო ხალბათ რა ვიცი ნუ ეხა სოფლიოს ითამაშებს და სოფლიოს ვერ ითამაშებს სოფლიოს ვერ ითამაშებს ევროპაში კომპიუტერში ჩვენს კომპიუტერში თამაშობთ. აი ეს ახალი ბიჭი ყავთ ახლა ეს ლაგერბეკი. მე გულისხმობ ახალი მინისტრის რა ქვია. მაგრამ აი რა არის ვარსკვლავის ფაქტორი ხო? ვინ მოაგებია? ლაპარაკობთ ვარსკვლავი ყავს არა ყავს და რაღაცა ხო? ვინ მოაგებია? ჯოკერის. იმაშიც რა ქვია არსენალშიც მოერგო იქ სპორტინგშიც იმაზე არ მჯდარა რა ქვია სკამზე ყველაზე მეტი არსენალში გაუჭირდა რა ხო გაუჭირდა მაგრამ ეხლა ჩადგა რა კი წინა თამაშიც პირადად მოუგო ეს შვედები აქ რო გავიდნენ უკრაინას პირადად მოუგო 3 გოლი გაუტანა ხო იმ შესარჩევი ტურნირის შემდეგ სადაც 2 ფერი ჰქონდათ ყველაფერი წააგეს ესეთ თამაშ შვედებისგან არავინ არ ელოდება არც უკრაინასთან და არც აქ იცი რა ხო ნუ მივხვდნენ ახლა რომ ის ჰქონდათ რა ქვია ბოლომდე რა შანსიც ჰქონდათ ეს ერთა ლიგის გზა ბოლომდე უნდა გამოეყენებინათ ეს იყო ხა იქ წააგეს ყველაფერი ახლა ბრაზილიამ თუ არ გაიწინა სოფლიოზე ანჩელოტის გაუშვებენ და აი მოგვიყვანა ანჩელოტი. ეხა აი ამის მერე უკვე დიდი სიამოვნებით, აი ძალიან. აი ყველაზე კარგი მე მგონი ბრაზილია ვერ გაიწინებს, მაინც შემადგენლობიდან გამომდინარე და ანჩელოტის უმუშევარი დარჩება და არა, ნუ იქ ეხა ბევრი რაღაცა ფაქტორია, ჯერსეთი ეხა ბრაზილია აკულოთეს და ამიტომ ესე ხელაღებით ნუ იქ ერთშიანი იმიტომ რომ თქვა ეს ნეიმარი არ შეყავს მაშინ აი ვერ გავიგე რატო არ შეყავს ნეიმარი არ არის ფორმაში არა ფორმაში ეხა რომ ასე ეხა მე ვეთახმის საერთოდ რომ არ წაიყვანოს ავტორიტეტები არც მაგას არ გამოვიდა არა მართალია მაგრამ არა ნახე რა არის მან როგორ არის რა უმეტესი ვინც არიან მისი ну კიდევ გავარდა ხო ჩავიდა სანტოსის გადასარჩენა და კიდევ გავარდა ბრაზილიის ჩემპიონატი კი თვითონ მე გადამწყვეტ თამაშებში კარგად ითამაშა და დატოვა გუნდი მაგრამ დასატოვებლად ხარ წაიყვანეს რა სანტოსში ჩემპიონატის მოსაგებად მიიყვანეს იქა და არა იმისთვის რომ 20 გუნდიან ჩემპიონატში ადგილი შეენარჩუნებია ხო წელსაც სულ ტრავმირებულია
აქ რაღაც პრეტენზიები იქ არ წავალ იმის სათამაშოდ რა ქვია, იმიტომ რომ იქ ხელოვნური ის არის რა ქვია. მე იმას კი არ გეუბნები რომ არ აქვს უმიზეზოს ლაპარაკობ. ამბობს რომ იცი რა სინთეტიკაზე მე არ ვითამაშებ, აი ანჩელის ამბებას ლევანდოვსკი. და სამი თვე აქ კიდევ ადა და არ შეუძლია ამ სამთვეში. მე ტრაუმებს ღებულობს გესმის? და საერთოდ არ წაუყარო არ უქვია. თან ის მომენტია კიდე რომ ვინც თქვა მე ძალიან ვქომაგობ რეიმარსთან ძალიან მიყვარს. მე საერთოდ ფეხბურთელი რომელიც თანამედროვე ფეხბურთის ადამიანი რომელიც იგონებს იმას რა ქვია ფინტებს თითი საძებარია ხო? ესემ სანთლით და არ ვიცი ხა ვინ არის. ამიტომ ძალიან მე სიმპათიურება ის სხვებისგან განსხვავებით, სხვა ბრაზილიელებისგან, მაგრამ იცი რა, ცოტა მესმის იმათი ამ კრიტიკოსების რომელიც რას ამბობენ, იცი რომ ნეიმარი თადარიგში შეიძლება ბომბი იყოს, იმიტომ რომ ეხა ეგეთი ტიპი ეხა იცი რა, ვარსკვლავი, სუპერ ვარსკვლავი გესმის იქ იჯდეს და იქ ვიღაცა გაბრიელის თამაშობდეს რა ქვია. ან საერთოდ არ უნდა წაიყვანო. ხო არა, ფსიქოლოგიური სიტუაცია არ შეცში. აი არ ჩვიდმეზე ჰენდრიკი ათამაშობდა ეს იქ იჯდეს გესმის და გახარებული იყოს ამითი და ატმოსფერო არ გააფუჭოს იქ. ხო, პლუსსა და მინუს შორის უფრო მეტი პლუსია. იქიდან წამოვიდა, რა ქვია, ფანტასტიკური ბარსელონიდან წამოვიდა, იმიტომ რომ იცი რა, იმის ჩრდილში არ დავრჩენ, ჩემი ძმაკაცისთან. მესის, რომელთანაც აი დღემდე თქვა საუკეთესო ურთიერთობა აქვს, ხო? კაცმა არის. კაი, მოდი ამ კაცს ვაცალოთ ეხლა, სწორედ ღამისთელი ვარ ვარ. სანაკრებო მატჩებიც გვექნება, მაგრამ აი თამაშია, ხო დღეს შემოგელობაში არის. საქართველოს ჩემპიონატი ქალთა ლიგიდან მოგვაწოდეს ესეთი. ხო, რაღაც ეპიზოდია. ეს იმა, ხო? კარგად ნაცნობმა. ხო, აბა ხო, არო ჩვენი ხო რა გოლი გავიდა, ეს არის ბათუმი უპირისპირდება ლუსოს, ესეთი გუნდია, ქალთა ლიგა, გავიდა გოლი და იქ არის აი აქ ეპიზოდში ხელში მოხდა. თან და საჯიში ასისტენტიც აჩვენებს, იქვეა, ყველაზე ახლოს დარწმუნებული, მაგრამ რატომღაც არბიტრი ამაზე რეაგირებას არ ახდენს და რაღაცა ამას მერე მოყვა. ხელში მოხდა ახლა და თა შეტევის ფაზა როგორც ხდება, შეინარჩუნა ბურთი აშკარად. ნუ ძალიან ახლა შემთხვევით ხელს ამას კი შეიძლება თქვა, მაგრამ უპირატესობა მიიღო ამ ხელით. არა, აი ადვილი დასანიშნი ჯარიმაა, ხო? ეხლა და ყველა პრობლემას აირიდებ ეხლა ამითი რა. თუმცა განახა ხო გვერდთან საერთოდ. კი და თან ეხლა კი ეს ეპიზოდი ამ ერთმა გოლმა გადაწყვეტა მატჩის ბედი. ხო და ერთის მხრივ ეხლა ამ ეპიზოდმა კი რაღაც პრობლემა გამოჩნდა რაღაც, მაგრამ თავარი მაინც ის არის რომ ქალთა ლიგა ტარდება და ხედავთ ხო და საერთოდ ნულზე იყო ეს სფერო, ვთქვათ ეხლა. არა, ამას მივესალმები, მაგრამ თან გულშემატკივრების დადიან ისინი ეს ეხლა დაიხვეწება ყო ეს კი არა ეხლა ისეთ მომენტებს გვაჩვენებს. კი, ძალიან კარგია, ძალიან კარგია. მაგრამ შევა არბიტრს რომ ასისტენტს უნდა ამ ეპიზოდში დაეთანხმოს. მით უმეტეს ყველაზე ახლოს ის. შევა არა, ეგ არის ისა მოთხოვნა. არ შევა. კი ბატონო. წესებში წერია. სწრაფად გავიარეთ ეს ეპიზოდი. კარგით, ბოსნია, იტალია, ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ამ მატჩზე და საჯობაზეც იყო საუბარი და იქ გატუზომ თავი შეიკავა, კი ბატონო, ეხლა რაღაც კონკრეტული არაფერი. ყველა თავარი პირველი ეპიზოდი წითელი იყო თუ არა. და ხშირ შემთხვევაში ეხლა აქ ბოლო იმედის ჯარიმაა. ხო, ანუ აქ ხაზი რა. არის თუ არა, კითხვა არა. მეორე მცველი, ვინმე სხვა მცველი ეწევა თუ არა? ალბათ უფრო იყო ვიდრე არა. ანუ წითელი იყო, ხო? ხო, ალბათ. ხო, მარტო რჩება მეგარესთან. კი, საუბრობდე რომ იცი აქ მეორე მცველი ახლოს ხო არისო? არავინ ახლოს არ იყო. ახლა ეს რატომ არის წითელი, ხო? უფრო. იმიტომ რომ თან საჯარიმოში ხა კუთხიდან არის იმასა კუთხიდან რო ცენტრისკენ მიდის, ხო? აქ ხელსაყრელ სიტუაციაში. შორეულ კუთხეში რო დაურტყას ვერ აიღებდა. ხელსაყრელი. თან ბურთს დააკვირდით, იმიტომ რომ მეორე ეპიზოდ შევადარებ ამას. უკვე იტალიელი რო წააქციეს და ეხლა თავიდანვე ხაზი გავუსვათ იმას, რომ ბურთს რას გულისხმობ, რომ ბურთი ისე არ გაიგდო, ბურთს ის დაეწეოდა. კი, ანუ ალბათობა იმის, რომ ეს ფეხბურთელი რომელიც წააქცია, რო არ წაქცეულიყო იმ ბურთს
იმ ბურთით შევიდოდა საჯარიმოში. კი და მიდიოდა დიაგონალზე. კი და იყო მიდიოდა დიაგონალზე. მიდიოდა კარისკენ და არა კარიდან. არის ხანდახან მომენტი რომ გვერდზე იგდებს და ანუ იქ შეიძლება იფიქრო რომ აუ იქიდან ეხლა როდის მოუხვევს მომენტი იკარგება. ეს პირდაპირ კარის მიმართულება და წითელზე მე მგონი სადავ არ არის. მეორე ეპიზოდი ბოსნიის გოლი ჯეკო თამაშობს აქ და იცი რა ცოტა საეჭვო ეპიზოდი, იმიტომ იქ ბიზგიც არა თან ხელში ხვდება ჯეკოს და მე ერთ-ერთ ჩვენი კოლეგები არჩევდნენ ამას ტელევიზიით და იქ ვენერას ხელზე იყო საუბარი და იცი ბოდიში, მაგრამ ეხა აქ რავე ჯერ იქ მილიმეტრებით ვინ გაზომა ხარში ხვდება თუ ხელში თან შეტევის ფაზაში ბიზგიც არის ხელში ხვდება, მოკლედ ბევრი კითხვები იყო ამ გოლზე და უფრო რა ვიცი თან რაკურსებიც არ არის კარგი, ეს არის ცუდი, ხო? იცი მე კარგად ვერ დავინახე, ბოლომდე ვერ დავწმუნდა, მაგრამ ვერ დავწმუნდი, თორე თუ არის მაშინ არ არის სასაფრელი ეს. იცი რა, ეხლა უბრალოდ ვერც ერთი ისეთი რაკურსი ვერ ვნახე, რომ კი და აი ეხლა მე რო თქვი კოლეგები, იმიტომ იმათ საიდან ქონდათ ეს რაკურსი, არ ვიცი, ეხლა ჩვენ იქიდან ვერ გადმოვიწერდით რა, იმიტომ ცოტა სხვა კუთხიდან აღებული ის იყო და ხელში ხვდება, თან ბიზგიც არის და ამ ეს ბურთი თავს ვერ ურტყავს და ხვდება ამ ადგილზე რა. ხო, თან ეხლა კი მაგას გოლი არ გააქვს, გოლის გამტანი რო ყოფილიყო, მე მგონი კითხვაც არ იქნება და სხვას მისდის მე ეს ბურთი და მაინც შეტევის ფაზაა. თან ბიზგიც ეხლა ზურგში ის მცველი რა დემახ ვარ დაარტყო, ჩვეულებრივად იდგა და ზურგიდან რაღაც უბრალოდ ეხლა დარწმუნებით მეც ამ რაკურსებით ვერაფერს ვიტყვი. აი ამ რაკურსებით ვერ მივხვდი მე თორე. ჩემი აზრი რა არის, იცი რომ თვითონ რეპორტაჟსაც რო უყურებდით გულშემატკივარი რო დაგვარწმუნო, ხო, ჯერ უფრო ბევრი რაკურსები უნდა შემოგთავაზო და თან აი ვარი რასაც უყურებს, ისიც ჩვენს გვანახე. ანუ რაღაც კითხვები გაჩნდა ამაზე რა, რომ აი და ამ ეპიზოდის მერე გატუზომ ყვითელი მიიღო, ანუ დარწმუნებული იყო იქ ჯარიმა დაფიქსირდებოდა. და ბუნდოვანო ესეთ მატჩი, როცა იტალიაა, ხო? ბუნდოვანობა არ უნდა იყოს. აი ეს არის ამ ეპიზოდზე ჩემი აზრით. გადაჭრით მართლა ვერაფერს ვთქვა, მაგრამ ეხლა მე სადღაც სხვა არხზე ვნახე და იქ გამოჩნდა, ეხლა ეს არგუმენტს ვერ მოვიყვანო. ხო, არა, რაზე ეცი და მაგრამ მე რა თქმა უნდა ჯარისკენ ვიხრები, იმიტომ რომ იტალიის სასარგებლოდ მიკერძოებული ვარ. ის პრეტენზიები, რომელიც მე იტალიური ფეხბურთის მიმართ, ნაკრების მიმართ მაქვს, როგორც მის ერთ-ერთ გულშემატკივარს დაუშვათ ეს რჩება და ეს აბსოლუტურად არ კავშირში არის ამ ეპიზოდთან, მაგრამ ჯამში ხო უნდა დავწმუნდეთ რა. ხო, ახლა რა აბსოლუტურად გეთახმები შეიძლება. კიდევ იყო ეპიზოდი მეორე ტაიმში უკვე ხო, დამატებითი დროა. ერთ-ერთზე გადის იტალიელი და აქცევენ. აქ ტურპენმა აჩვენა ყვითელი ბარათი, ამას მოყვა შფოთება, იგივე ეპიზოდია, მაგრამ გავიხსენოთ მე რა ვთქვი ბურთთან დაკავშირებით გაძევების დროს. ბურთი ძალიან გაგდებული იყო, ვერ დაეწეოდა, თან ორი დამცველი ერთად იყო. არა, ის მცველები გამოურჩო. თავარი მიზეზი, რატომაც ამ ეპიზოდში არ მიცა წითელი, თავარი მიზეზი არის დააკვირდით ბურთის გაგდებას. და ანუ ეხა აქედან ისე კარგად არ ჩანს, უბრალოდ თავიდანვე, აი აქედან გამოჩნდება, თამაშგარი აქ არ არის. არა. ერთ-ერთზე გადის, მეორე მცველს და ანუ ბურთი ისე ძლიერად თავიდა და მე ისე ძლიერად, ანუ ალბათობა, ანუ არბიტრი რითიმჯელობს, ხო? ალბათობა ამ ბურთის დაწევის ცოტა ნაკლებია, ვიდრე წითელის ეპიზოდში, თუმცა ეს ორი ეპიზოდი ძალიან ის მეორე მცველი ვერ ეწეოდა. აი ეს იყო ისე რომ იდგნენ მაგ ვარიანტიც. ერთადერთი ეხლა რო უყურებ, ნახე რას გეუბნები. იმის მერე ხო არ იგდებს, როცა ეს ჯერ ფეხში ურტყავს იმას. ხო, ნუ იცი მაგრამ იცი რა, მართალი ხარო ვერ დაეწეოდა, მაგრამ მე მაგალითად მაინც გავაგდებდი და რატო იცი? კი, მეც გავაგდებდი. ხო, რომ უბრალოდ ობიექტურობის ვასაზრებს გავ სიტუაციაში. ეწეოდა თუ არ ეწეოდა, ხო წაქცია? გავაგდებდი. მით უმეტეს რომ უფრო სამართლიანი გამოჩნდებოდა თამაში. არა, მე რატო თქვი იცი ეს? თორე ესე გეთახმები, კი, რომ ის ბურთს ვერ დაეწეოდა. მე ეხა მე წითლისკენ ვარ და ყველა იტყვის რა, შენ იტალიის გულშემატკივარი, იმიტომ მაგრამ მიზეზი ხო უნდა თქვა რატომ არ გაიხა ტურპენი არ არის ის უბრალომსაჯი რა, სოფლიოზეც მიდის და არა ერთხელ ქონია სერიოზული შეცდომა. კი, მაგრამ ყველას ქონია ესე და მაგრამ მიზეზი ხო უნდა თქვა, კითხვა არის რა. მიზეზი გასაგებია აშკარა ეპიზოდია და რატომ არ აძევებს მაშინ, ხო?
ხო? ან იქ მცველი არ არის მე დასახელებული. გავაძლევდი. დაახლოებით წითლისკენ ვიდივარ მეც, იმიტომ რომ იცი რა, ჩვენ აქ ამ შემთხვევაში ვიდივარ მე განზრახვისკენ, მცველის ქმედების. ანუ იცი რა, ცელავს ეხა, ნუ რა. მოცელვაზე, ანუ შენ მცველმა იცის რომ ის ბოლო იმედი ჯარიმა თვითონ. იმიტომ რომ ბურთზე არ თამაშობს. ხო, ანუ ბურთთან თამაშ შანსი არა. აი თავიდან ჩავთოთ ეს ეპიზოდი. ხო არ იცის რომ ეს მაგრა დაარწმას. ის მიდის იმაზე რომ ის იმას არ მიცეს საშუალება რომ გააგრძელოს ჯარიმა მირჩევნია და წითელი ვიდრე გოლი გაიტანოს და იმა ხო არის ეს მაგრა გააგდეს ის მერე მოხდა. ალბათობა აქ ბურთისზე დაეწეოდა თუ არა დიდი ალბათობით ამ ბურთის ვეღარ დაეწეოდა. ვერ დაეწეოდა, გეთახო, მაგრამ ცველის განზრახვა არის განზრახ ფეხბურთელის საკითხი. ჩემი საზრით რო გაეძევებინა კითხები მე მგონი არც იქნებოდა, კი. და ჯობდა რომ გაეძევებინა. უფრო სამართლიანი იქნება. აი ხა დავაკვირდი, მოცელვის მერე არის გაგდება ბურთის უფრო წინ. ხო, ნუ ან კონტაქტის გამო კარგად ვერ გაიგდო ბურთი რა. კარგად ვერ გაიგო. აი ძალიან ისეთი ნიუანსია სხვათა შორის. ეგ ნიუანსია და მაგან გადაწყვეტა რომ გადასაგები თუ ნიუანსებს გავყვებით, მნიშვნელოვანი ნიუანსია, იმიტომ რომ მე ეხლა როცა წონასწორობა დავკარგე, ისე კარგად ბურთს ვერ გავიგებ რა. ანუ წაქცევა მაქვს დაწყებული, ფეხში მომარტყეს პრობლემა მაქვს და ისე ვეღარ გამოვზომავ იმ ბურთის გაგდებას. იმაჩნია ტურპემე შეცდომა და აქ 4 არა მარტო ვარიც იყო რა, ვარიც და იცი რა. ტურპემს ხო იცი შე თვითონ გაქვს ნათქვამი ეგ რომ როცა ძალიან წონიანი საჯია ხოლმე ვარიც ცდილობს რომ იმის გადაწყვეტილება არ შეცვალოს. ხო, ნუ არა ერთხელ ყოფილა ბევრ გადაცემაში გიტყვია შე თვითონ. კი და ახაც ეხა როგორი მომენტია, იცი ცოტა აი ჭკუასაც უნდა მოუხმო, ხო, გაძევებული იყავს, იქ სალაპარაკოს აი ამ გაძევების შემთხვევაში არანაირი სალაპარაკო იტალიას აღარ იქნებოდა. აი მას ეხა არავინ გაზომავს, რომ ეს ბურთი იცი რა, აი თანმიმდევრული იქნებოდა, თანმიმდევრული იქნებოდა, რომ იქაც გააძევ თანმიმდევრული. ეს თან უნდა განეხილო მთლიანობაში, ხო? ანუ იქ იმას ხელში მოხდა არისკენი აქ ასე გავუგდე იქ ანალოგიურ სიტუაციაში დაახლოებით ამას არასდროს მაშინ ხო გამოვა და იტყვის ის რა დამჩაგრეს რა ხო არა თანმიმდევრული რა რეალურად ეგრეა სალსახად ეგრეა რა ჩეხეთი დანია აქაც იყო გოლი რომელიც ძალიან გავს ბოსნიის კარში ეს იტალიის კარში გატანილ გოლს და ეს აუტებიც ახალი ოფცია რომელიც ერთი მომენტი შემოვიდა და მე მიივიწყეს და ნახე რა კარგად იყენებს ზოგი გუნდი ამ საჯარიმოში აუტის ჩაგდებას ხო აქაც მოხდა ხელზე მე ხელშიც მოხდა და მცველიც აქცია და ყველა ელოდა რომ აქ გოლი გაუხდებოდა ხო რომ საჯების ადამიანები არიან არა იცი რა როცა ვარი შემოვიდა არა ხა რა ადამიანები კიდე ვარია კიდე ისე კიდე ადამიანია და კიდე ვიღაცა რა ამბავია ხა თანიქ თამაშგარეში აქტიური პასიური კითხვებია აი ნახე აი აქედან ჩანს მართალია იცი ადამიანია ხელში ხოხტობა მე აშკარად 50 ის აქვს 100 კამერა 7 კაცი კიდე ეხმარება მაგრამ მაინც ადამიანია და ორი ხელით ეყტნობა მცველს წინ დგომს მე ეს ბურთი ხელში წხვდება ნუ ბევრია რა ერთ ეპიზოდი არა ხელზე შეახტა და ხელით ჩამოიღო და მეტი ახლა არ გადაათვალა ეგრევე ჩათვალა ვარზე გადახედე ცოტა ყველა გოლს უყურებენ მაგრამ ჩაითვალა ეს გოლი რა ვიცი ამ გოლზე წესით უნდა მე დანიის ნაკრების თველი ვიყო პრეტენზია მექნებოდა ხო ვარის ადგილზე უფრო დიდხანს მაშინ არ მივიხსენე მართალი უბრალოდ ეხა ამ მომენტამდე ახლა მე ასულიყო ენა აშკარად ის ორი ხელით მიდის და იმ ცველმა წაქცეულს მოხვდა ბურთი და გავიდა ავტოგოლი ვის აქცია ხო არა რა თქმა უნდა განსაკუთრებელია ეს გასულა დანია და იტალია გავიყვანე და ნიდერლანდები ეკვადორი ამხანაგური მატჩი იყო მაგრამ საინტერესო ეპიზოდი დუმფრისი გააზევეს და კარგი 10 კაცით ითამაშა ფაქტიურად მთელი თამაში ნიდერლანდები თავის მოედო კი არა ნუ აქაც იყო კითხვა ეხა იმ ცველის პოზიცია იყო არ იყო გასაძო არ იყო ჯარიმა არ ვიცი აი ახლოდან გვაჩვენებენ არაფერ დუმფრისმა თვითონ წააგო პოზიცია
დააგო და მერე დააგდო, ხო. ხო, აქ თავარი კითხვა იყო მეორე მცველს ქონდა თუ არა შანსი დაწევის ხო, მაგრამ ბურთი ისე მიდიოდა, რომ ამას რჩებოდა სუფთად ან ნელა მიგორავდა. უფრო შორი კადრიდან ხა იჭერს დუმფრისი. ხო, მერე ცოტას კი აფორმებს ახლა ისიც. ხო, მაგრამ სიჩქარე დააკარგინა ლაშა. არა, მეორე მცველზე ამ კადრი ამაზე ხა აქ წესების დარღვევა არ დავიდა. ისიც ამას ეს რო არ წაექცია და ბურთთან დარჩენილიყო, ის ვერ ასწრებდა, ვერ უფარავდა. მეორე აბა თავიდან ჩავთოთ და ვერ უფარავდა დარტყმას. და მაგაშია საქმე, რომ ამან რო ხელით შეაჩერა ის რომ არ წაჩვენა. აი, აქედან გამოჩნდება მეორე მცველს დავაკვირდეთ. დუმფრის არა, ვინც გააზრდა. ხო, ვიცი, მაგრამ ისე მიძულძულებს, ის ვერ ფარავს. არა, ვერ არეწე. შანსი არ არის, 5 მეტრაშია, ის დაარტყავდა. ესე იგი ამა რა იგზნო, იცი? ამას რო ხელით შეაჩერა, რო არ წაქცეულიყო, ბურთს ვეღარ დაეწეოდა, მეკარე შეიძლება დაეწეოდა და იმიტომ წაიქცა, რომ ანახა, რომ მე სიჩქარე დამაკარგინა. კი, თუმცა სიმულაცია აქ არ არის, წესების დარღვევა არის ფაქტია. არის და არა, იმიტომ რომ ვეღარ მიასწრებდა ბურთს. ამას რო სიჩქარე არ დაეკარგა, მიასწრებდა და რახან ამას შეანელა სიჩქარე, უკვე მიხვდა რომ ჯობდა წაქცევა. გეტახვები შეეძლო არ წაქცეულიყო, მაგრამ ვერ დაარწმუნებდა მსაჯს, რომ სიჩქარის დაკარგვის გამო ვეღარ არა, აქ წაქცევის გარეშე საერთოდ ჯარიმასაც არ დანიშნავდნენ. ამას ხო, ეს ფეხბურთელები, ჭკვიანი ფეხბურთელი ამას იყენებს ყოველთვის. არა, და მიხვდა რომ სიჩქარე დააგდებინა და ვეღარ ეწეოდა ბურთს. მოუგო, ხო ესეც ახლა დუმფრისი ხელით რასელი მიდი რა ბურთთან და ის ვეღარ მოვა ბურთთან, ხო თავიდანვე არა, იმიტომ რომ შეცდომა დაუშვა დუმფრის. ის აჩვენებს თუ დააკვირდით ეხა ეს რა ქვია ვანდაიკი რომ მიეცე მეკარეს. ანუ ის მე დარწმუნებულია რომ ამისია ბურთი. ხო, და ის მოეპარა. ხო, ეს მოეპარა და ვანდაიკიც არ გარბის, ნელა მიძულებს რომ გონია რომ მიცემს მეკარეს, თორე ვანდაიკი მეჩქარია იმისია ბურთი რომ არ იმაშება რა ქვია რა. ხო, რეაგირებ არ ხო, ხო ვანდაიკის ქმედებას ეხა იმხელა ისეთი გამოცდილება აქვს. 3-4 ნაბიჯი რომ მიახლოვებოდა დუმფრის, იმას აღარ გააძევებდა. კი, რა თქმა უნდა. ანუ სიახლოვე მცველის გადაარჩენს შენ პარტნიორს. ეს დარწმუნებული იყო რომ მეკარეს მიცემდა და მიეცე მეკარესო და იმას რა ქვია, ლამის უკვე შეტევის დაწყებაზე იმაშება რა ქვია, ფიქრობს უფრო მეტად ვიდრე იმას რომ მინდა რამე გამოდრება ეკვადორისთვის. კი. მეტი აღარ გვაქვს. კი ბატონო. აი დროშიც უკვე მიუახლოვდეთ კრიტიკულ ზღვარს. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. შემდეგ კვირაში გაცემა არ გავა ეთერში, იმიტომ რომ წითელი პარასკევია და ალბათ უფრო სხვა საზრუნავი ექნება ჩვენს მაყურებლებსაც. ასე რომ ერთი კვირის გამოტოვებით შევხვდებით ერთმანეთს. მე ამ დროს უკვე საქართველოში არ ვიქნები, საბაგეროდ ლევანი დაბრუნდება და ალბათ ისაუბრებთ უკვე ერთიანად ჩემპიონთა ლიგის ორი აქ-იქ შინდაგარეთ გასამართი შუარფინალში. ჩვენ მოკლედ ჩვენი ნაკრების ცენტრალური დაცვას ავიწყებთ ეს ვიცვლე. კი, ამ შემთხვევაში ხო. ფაქტია რომ ძალიან კაი გადაცემაა თქვენ. მე მიმაჩნია რომ ყველაზე ნიშნულოვანი, საინტერესო კი არა მარტო. ნიშნულოვანი მე ყველა ფეხბურთელს უჩევდა ესე რომ ყველა გადაცემას უყუროს, იმიტომ რომ ეს კონსულტაციები თანაც უფასოდ არ ამგონია ვინმე. გამოსაყენებელია. დიდი მადლობა. მადლობა. ასე. მადლობა.